საღამოშიდობისამ კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. დადგა პარასკევის საღამო და ტრადიციულად ამ დროს ეთერში პოზიცია გადის. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან პოლიტიკურ ნაწილში საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, პირველი სტუმარი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ხოლო გადაცემის ბოლო ნაწილს აპოლიტიკურ, თუმცა ძალიან აქტუალურ თემას გრიპს დავუთმობთ. H1N1 იქნება ჩვენი გადაცემის ბოლო ნაწილის მთავარი თემა. სალომე ზურაბიშვილის ქართული ქრონიკები, წიგნი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. რა წერია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ნაშრომში, რომელიც ჰააგაში მტკიცებულებად დევს. რუსებს ხაზგას მიტოვებთ აღნიშნული, რომ ქალბატონი სალომე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მან ის იცოდა და აბსოლუტურად არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებელი ის ინფორმაცია, რომელიც მან, ასე ვთქვათ, გააშღერა. როგორია თავად ყოფილი დიპლომატის პოზიცია რუსულ აგრესიაზე და რის დამტკიცებას ცდილობდა სალომე ზურაბიშვილი საკუთარი წიგნით. 7 აგვისტოს ცხინვალში შეჭრის და ცხინვალის დაბომბვის ფაქტები ეს საქართველოს მხარემ დაიწყო. Საწუხარო რომ ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მტრის კუძე ასხავს წყალს, არ ვიცი ეს არის ნებსე თუ უნებლიეთ. წიგნში გადატანილი მინისტრობის პერიოდი და ოპოზიციური ბრძოლის მეთოდები. რა შენიშვნები აქვს საკუთარ თავთან და თანამოაზრეებთან სალომე ზურაბიშვილს? ვერც ერთი ჩვენთაგანმა ვერანაირი პოლიტიკური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე ვერ მოვახდინეთ. ოპოზიციის ორი გზა, თვითმმართველობის არჩევნები თუ საპროტესტო აქციები. ძალიან მალე სამწლის დასასრულს და გაზაფხულის დასაწყისში დაიწყება მესამე და დამამთავრებელი საპროტესტო ტალღა. უმოკლესი გზა არის არჩევნების გზა. ამ გზას ჩვენ გავყვებით ან მარტო, ან იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ვინც ასეთულია. რომელ გზას ირჩევს საქართველოს გზის ლიდერი? მე ვარ ყველასთან ერთად, მე ვარ ნინოსთან, ბუბასთან, ლევანთან, ირაკლისთან, დათოსთან და ყველასთან ერთად ვიქნები. სალომე ზურაბიშვილი დღეს პოზიციაში. საარჩევნო წლის მოლოდიში ელოდება თუ არა მართველი გუნდი გაზაფხულზე საპროტესტო გამოსვლებს და როგორ ემზადება ის არჩევნებისთვის. თავარი ამოცანა არის იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ჩვენთან მოქალაქეებს აწუხებს. რიგითი ადამიანის პრობლემების მოგვარების გასაღები არის თვითმმართველობაში და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურ მუშაობაში. ადგილობრივი არჩევნები და მზადება პოლიტიკურად ცხელი გაზაფხულისთვის. გახშირებული შეხვედრები მოსკოვში და დაძაბული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მთელი ამ პროვოკაციების ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ ჩვენი ემოციური რეაქციის გამოწვევა. რას ფიქრობს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ დაწყებულ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაზე პარლამენტის თავმჯდომარე? როგორ აფასებს განმულ საპარლამენტო წელს და როგორია 2010 წლის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი? დავით ბაქრაძის შეფასებები და გეგმები პოზიციაში. გრიპის სეზონი გადაიარა თუ არა ეპიდემიის საფრთხემ და იზრდება თუ არა დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად? მომატებულია გამოძახებები, მაგრამ იმდენად არა რომ ეპიდემიის სახე კონდეს ამ დაავადებას. 5 გარდაცვლილი და ასობით რეგისტრირებული ინფიცირებული. როგორ დავამარცხოთ ვირუსი და რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის H1N1? რამდენიმე ათასმა ჩვენმა მოქალაქემ უკვე გადაიტანა ეს გრიპი. თავარი ახლა რა შეეცეთ საქმე, აი მძიმე ვინც იქნება, ის არ გაგვეპაროს აი ამ რაოდენობა. როდის უნდა მივმართოთ ექიმს და შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია? არსებობს თუ არა პანიკის რეალური საფრთხე? ეპიდემიის გამომწვევი არის ახალი შტამი და ყველაფერი ახალი არის გასიზავს. აი ამით არის აჟიოტაჟი გამომწვევი. მიაღწია თუ არა პიქს ვირუსის გავრცელებამ და ელოდებიან თუ არა გრიპის მურიგ ტალღას 2010 წელს. რჩევები და რეკომენდაციები სპეციალისტებისგან. ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრიდან შოთა ცანავა პოზიციაში. მაშინ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის პირველ სტუმარს, საქართველოს გზის ლიდერი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ისაუბრებს პირდაპირ ეთერში საღამოშიდობისა. ქალბატონი სალომე, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. თქვენთან საუბარს დავიწყებ იმ წიგნით, რომელსაც საკმაოდ დიდი ხმაური მოყვა, ასე ვთქვათ, და რეაქციები ჩვენ მოვისმინეთ გასულ კვირას, როდესაც გაჟღერდა, რომ ამ წიგნიდან ფრაგმენტები შესაძლოა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, ვთქვათ, საერთაშორისო სასამართლოში გამოიყენოს არჩევად. იქ საუბარია, რომ ვთქვათ, საქართველოს მხრიდან ომისთვის, საქართველოს ემზადებოდა ომისთვის და მზადებაზე წერია ამ წიგნში, როგორც არის ცნობილი ფრაგმენტებით, რაც გამოქვეყნდა, იმიტომ ფრანგულ ენაზე ეს წიგნი და თავიდან ბოლომდე გაცნობა სამწუხაროდ ჯერ. ხო, შეუძლებელი იყო, მაგრამ მე მაინც მინდა კითხოთ, რამდენად გამართლებულად მიგაჩნია, თქვათ, და რამდენად გძნობთ რა თავს უხერხულა, თუ შეიძლება ესე ითქვას, როდესაც თქვათ, ქართველი პოლიტიკოსის რაღაც ნაშრომიდან ან წიგნიდან ფრაგმენტებს უცებ მოსკოვი იყენებს თბილისის წინააღმდეგ სასამართლოში. ხო, მე მგონი უნდა
განსაზღვროთ რაზე ვლაპარაკობთ და რა არის ამ შემთხვევაში მთავარი. და გავნიშნოთ სხვადასხვა საკითხები. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ წიგნის სათაური ქრონიკები კი არ არის, არის საქართველოს ტრაგედია. და არ ვიცი ვინ მოიგონა ეს თარგმანი, იმიტომ რომ ამას აქვს სრული დატვირთვა. ეს არის საქართველოს ტრაგედია, ამავე დროს ეს არის ჩემთვის, ჩვენთვის, მე მგონი ყველასთვის ჩვენი ტრაგედია. და ეს არის ჩემი პოლიტიკური ხედვა ამ ტრაგედიის, რატომ მოხდა, იმიტომ ამ კითხვასთან მე მქონდა ძალიან ბევრი შეხება და ბევრი კითხვები დასმული ჩემ იმ უცხოელებისგან, რომელსაც ხვდები, როგორ მოხდა, რომ ეს ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი მოცემული ქონდა 2003 წელს, ამდენი დახმარება, ამდენი ყველანაირი მხარდაჭერა უცხოეთისგან, შიგნით სრული მხარდაჭერა ჩვენის ჩათვლით ყველასი, როგორ მივიდა აქობამდე. და ეს არის ჩემი პასუხი და პოლიტიკური პასუხი ამ საკითხზე. და აქ უნდა გავიმიჯნოთ ძალიან სერიოზულად ორი საკითხი. ერთი არის სამართლებრივი საკითხი, რომელსაც მე ან არ ვეხები, ან ვეხები ყოველთვის ერთნაირად, ესე იგი საქართველოს უფლებების და სამართლიანი უფლებების თავის ტერიტორიაზე, ამას მე არაზროს არ ვეხები და არაზროს არ შევეხები. იმიტომ ეს არის საქართველო, ეს არის სახელმწიფო, მას აქვს თავისი უფლებები და აქვს სრული უფლება, რომ სრულად გამოიყენოს თავის ტერიტორიაზე, იგივე როგორც რუსეთი აკეთებს, თქვათ, ჩეჩნეთთან მიმართებაში ან სხვა სიტუაციებში. ეს ერთი საკითხი არის და სხვათა შორის ყველა იმ პუნქტებზე, რომელსაც აღნიშნავენ 2004 წელს იქნება თუ შემდეგ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ლეგიტიმური იქნებოდა და არ იყო ის მცდელობა თუ რაღაცა ლეგიტიმურობაზე არ არის ლაპარაკი. ხომაში რა წერია ისეთი ამ წიგნში, რომელიც ესე ამიტომ არის არევა ორი საკითხის არევა, რუსეთს უნდა გამოიყენოს თუ რამეს გამოიყენებს, სამართლებრივად უნდა გამოიყენოს და ამას ვერ გამოიყენებს. იმიტომ გამორიცხული არის, რომ მაგრამ ისინი საუბრობენ, დავამთავრებ რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ნაშრომი. დავამთავრებ სამართლებრივად საგარეო საქმეთა მინისტრი არ ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს რამე დაარღვია. ამით აპელირებს ხო რუსეთი? ხო, ეხლა რუსეთი რო აპელირებს, თვითონ იკითხოს, რამდენი დაარღვია სამართლებრივი პუნქტები. და ამაზე პასუხი გასცეს იუსტიციის სამინისტრომ. მეორე საკითხი არის, რომელიც არის მთავარი ამ წიგნში, არ მხოლოდ მთავარი, ერთადერთი, მე არ ვეხები კიდევ ერთხელ საქართველოს ლეგიტიმურ უფლებას. საქართველოს აქვს და ექნება სანამ იარსებებს საქართველო. მე ვეხები იმ პოლიტიკურ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინა პრეზიდენტმა, რომელიც ჩაიდინა ერთხელ 2004 წელში, მაგრამ ბოლომდე არ გაატარა, მაგრამ იქ უკვე დავკარგეთ ჩვენ ბევრი პოლიტიკური ჩვენი კაპიტალი, რაც იყო მოცემული და რომელიც ჩაიდინა 2008 წელს, როცა არსებული პროვოკაციებზე და აქვე მინდა ვთქვა, რომ პირველი არხი და თქვენც ატრიალებთ იგივე პირველ არხს, ის ჩემი პასუხი იყო ორ ნაწილად, რომ იყო რუსეთის მუდმივი პროვოკაციები, რომელსაც მე მივეცი მისი აპელაცია, რომ ესა იყო ანექსია უანექსიოთ და ამ პროვოკაციებზე არ უნდა გაგვეცა პასუხი, პოლიტიკური არის ჩემი ეს განაცხადი და პოლიტიკური ჩემი პოზიცია. აქ არ არის სამართლებრივი პოზიციებზე ლაპარაკი, რომელზედაც დავა შეიძლება. პოლიტიკური დანაშაული იყო სააკაშვილის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რომ როცა იცოდა, რომ საქართველოს შანსი არ ქონდა, როცა იცოდა, რომ დაწყებული იყო იქ სამხედრო წვრთნები ჩვენ საზღვარზე, რომ ისეთი თანაფარდობა იყო ჩვენი ძალების და მათი ძალების, რომ შანსი არ იყო საქართველოსთვის ამ შემთხვევაში, მაინც წავიდა ამ ომში. და მაშინ ეს ვიკითხავ, კაბატონო სალომე და სუის ხომეს კითხვა. რა თქვა, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყავით და ვთქვათ, აი, მიმდინარეობს კი თანაფარდობა ძალთან ამდულად სხვადასხვა იყო რუსეთისა და ვთქვათ საქართველოსი, მაგრამ მიმდინარეობს ქართული სოფლების დაბომბვა უკვე ინტენსიური, ვთქვათ. ხო, ეხლა ამ დეტალებში აქ ვერ შევავთ, მაგრამ გადაწყვეტილებები იყო მაშინ ხელისუფლებას, ნათელი არის ის, რომ სოფლების დაცვა როცა გინდა, ცხინვალში არ არის სოფლების დაცვა. სოფლების დაცვა არის იმ ადგილას, სადაც არის ყველაზე დიდი საფრთხე. ეს ერთი. მოდიოდა ეს პროვოკაციები, ერთი რამე ხო ნათელი არის ყველასთვის.
რომ რუსეთის პროვოკაცია დაწყებული იყო არა იმ ზაფხულს, დაწყებული არის ბევრად ადრე. ჩვენ მქონდა ყველა საშუალებები, ყველა საერთაშორისო დახმარება, ყველა პოლიტიკური საშუალებები, რომ ჩვენი ზურგი გაგვემაგრებინა. ამის მაგივრად და როცა იცის, რომ შანსი არა აქვს, არანაირი, არც სამხედრო, არც პოლიტიკური, არც მერე ეკონომიკური, ყველამ ვიცოდით და ჩვენთვის ნათქვამი იყო. ამ დაბობებს თქვა ეს თქვენ პასუხი მოვჩენეს ძალიან ვრცელი თემა, ხო, ომის თემას რომ ძალიან პასუხი შეიძლება გასცე ბევრ სხვადასხვა ადგილას და ბევრი სხვადასხვა ფორმით. ყველაფერი უნდა გამოიყენო და არის ბევრი ვარიანტები, რაც შეიძლება გამოყენებული ქონოდა. ამას რო დაუბრუნდეთ, ამას უნდა ვრცელი ამის გათხოვნა. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი რამე ვთქვა, რომ მე ყველანაირად ვდგევარ ჩემი სიტყვების უკან. ესე იგი, მე ბრალს ვდებ არა საქართველოს რამენაირად და ამას ვერ გამოიყენებს რუსეთი. მე ბრალს ვდებ სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, რომ იმან წამოიწყო პროვოკაციებზე აყვა, პროვოკაციებს გაყვა და წამოიწყო ისეთი საომარი ქმედებები, სადაც ან უნდა არ ცოდნოდა რა მოყვებოდა და მაშინ არ უნდა იყოს პრეზიდენტი, არა უნდა დავამთავროესა, ან იცოდა რა მოყვებოდა, მაინც წავიდა ამაზე და ეს არის კიდევ უარესი დანაშაული. ამ ფაქტებზე მე კი არ ვლაპარაკობ მხოლოდ და ეს რაც არის ჩვენი ტრაგედია. ამ ფაქტებზე და ამ დანაშაულის, პოლიტიკური დანაშაულის გამოვიდა მთელი ნახევარი საქართველო 9 აპრილს. ამაზე გამოვედით და განაჩენი ამაზე არის გამოტანილი საქართველოსი. კარგი, დამთავრებული შევეხებით ოპოზიციის გამოსვლას. აქ არაფერში არ არის სამართლებრივი. კითხოთ, ამ წიგში არის თუ არა საუბარი, იმიტომ რომ ჩვენთვის ესეა ცნობილი, უშიშროების საბჭოს ხთომების დეტალები, თქვა იქ რა განიხილავთ და დეტალები არ არის, გარდა ეს დეტალი. იგივე ეს დეტალი, რომელიც იყო 2004 წელს და იქ თუ იმაზე ლაპარაკობთ 2004 წელს, იგივე ეს დავა და იგივე ლაპარაკი და იქაც მაქვს ზუსტად იგივე ტერმინებით, რომ საქართველოს აქვს ლეგიტიმური უფლება, კი ბატონო, მაგრამ ეს რომ პოლიტიკური შეცდომა არის და მე გამოვდივარ როგორც პოლიტიკური ოპონენტი და ვადასტურებ და ბოლომდე სანამ მე ცოცხალი ვიქნები, ბოლომდე ვიტყვი, რომ ეს არის პოლიტიკური დანაშაული, ამიტომ ვარ ოპოზიციაში. ამიტომ გამოვიდა. მოდი სხვა თემამდე ეს უკვე არა, სხვა თემა არ მინდა. ეს არის გადავდივართ ძალიან ბუნებრივად შემდეგ თემაზე. ეს განაჩენი გამოიტანა საქართველოს მოსახლეობამ, ეს განაჩენი დამთავრებული არის. სააკაშვილი ამაზე დამთავრდა, მისი რეჟიმი დამთავრდა და ვერ გასცა პასუხი. აი ამაზე მაშინ კონტრკითხვას დაგისვათ, კაბოტონ სალომე, რომელიც სხვათა შორის მინდოდა დღეს გამეხსენებათ, თქვენივე კომენტარი ანუშიც მოისმინეთ, თქვენ სხვათა შორის ძალიან თვითკრიტიკული გამოხვედით, თქვა სხვა ლიდერებისგან განსხვავებით ნოემბერში იყო შეკრება თუ არ ვცდები, სადაც აი ესეთი სიტყვების თქვით, რომ ვერც ერთმა თქვენგანმა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა ვერ მოახდინა. ხა ამ სიტყვების პარალელურად იმიტომ გისვამთ ამ კითხვას. მაშინ რას ნიშნავდა ეს განცხადება და იგივე რა შეცდომებს გულისხმობდით ამაში თუ რა მიზეზს ასახელებდით? ეხლა ამ მთელ პროცესში, სადაც თანაბრობა არანაირად არ არის ოპოზიციის და ხელისუფლების შორის, ცხადი არის, რომ ეს არის გრძელი ბრძოლა, სადაც ბევრი შეცდომები დაშვებული იყო, მაგრამ მე როცა ვლაპარაკობ იმაზე, რომ ვერავინ ვერ მოვახტინეთ გავლენა ამ პროცესებზე, ლაპარაკობს ეს ხელისუფლებაზე და ჩვენზე კი არა. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ეს შეცდომები იყო, არა, შეცდომები როგორ არ იყო? კითხულობ უბრალოდ. ოპოზიცია არის თავისი ადამიანები და ჩვენი ყველასი შეცდომებით. ამაზე ბევრი ლაპარაკი იქნება ალბათ ისტორიკოსებისთვის, რატო გაგრძელდა ეს პროცესი. მაგრამ მივალთ ამ პროცესის ბოლოს და ამაზედაც გაგცემ პასუხს. მაგრამ ის ჩემი გამონათქვამი როგორც ყოველთვის იყო ამოვარდნილი თავისი კონტექსტიდან. იყო ნათქვამი იმაზე, რომ ესეც არის განაჩენი ამ ხელისუფლებაზე. ხელისუფლება, რომელიც არაფერსგან არანაირი გავლენა არ ღებულობს, არის სრულიად ჩაკეტილი თავის თავში. ეს არანაირად აღარ არის დემოკრატიული ხელისუფლება, იმიტომ ის გავლენის ქვეშ არავისგან არ არის, არც საზოგადოების, არც რომელიმე პარტიის, გინდათ კონსტრუქციული იყოს, გინდათ რადიკალი, ვერანაირი მას ეს ნიშნავს, რომ ამასთან ურთიერთობა დამთავრებულია. ეს ამას ნიშნავს. ანუ ხელისუფლება სულ ამბობს კაბოტონ სალომე, რომ ამ აქციების შემდეგ მათაც ვთქვათ, გადადგეს რაღაც ნაბიჯები იყო დათმობიგებს საარჩევნო კოდექსზე იყო. ამ დავაში არ შევალთ, აგერ არის მოსახლეობა და მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის თუ რაზე წამოვიდნენ, რა დათმობებზე. მე როცა ვამბობდი სწორედ 7 ნოემბერს, რომ ვერაფერზე გავლენა ვერ მოვახდინეთ, ეს იყო დასკვნა, რომ ბუნებრივად, როცა შეჩერდა გარეთ გამოსვლების ტალღა, ნორმალური ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის ინტერესები აქვს მხედველობაში, უნდა წამოსულიყო რაღაც დათმობებზე, რომ აღედგინა ხიდი
შეიძლება არა ჩემთან და არა სხვა ოპოზიციურ ძალასთან, მაგრამ საზოგადოებასთან. ეს მცდელობა არ ყოფილა, იმიტომ ამისი უნარი ამ ხელისუფლებას აღარ გააჩნია. კარგით, ეს ხელისუფლება არის წარმოადგენელი, მაგრამ იმაში, რომ ეს ქვეყანა ტრაგედიაში ჩასვა ამ ომის შემდეგ, ეს არის მისი მთავარი დანაშაული, რაზედაც გამოვიდა ხალხი 9 აპრილს. მეორე არის, რომ მზად არ არის ამ ყველაფრის მერე იმისთვის, რომ ხალხის, საზოგადოების და ხელისუფლების შორის რაღაცა ფორმით, რაღაცა მონახოს, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ამ ჩიხიდან. ამიტომ ის, რაც იყო მართალი 9 აპრილის, დღესაც მართალი არის, ჩვენ ეს განაჩენი, რაც გამოტანილი არის, ბოლომდე უნდა გავიტანოთ. ხო, აი რა ფორმით, მანდვედივარ ახლა ზუსტად, მოდი ვისაუბროთ ოპოზიციის გეგმებზე, ვთქვათ რაღაც ახალი წელი იწყება 2010-დან, საარჩევნო წელი მოდის, მაგრამ გამოკვეთილია ამჟამად ორი გზა. ნაწილი ოპოზიციის, ვთქვათ, ნამდვილად გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას და ამბობს, ეს არის უმოკლესი გზა, ვთქვათ, და ყველაზე სწორი გზა. ნაწილი ფიქრობს, რომ მაინც ვთქვათ, საპროტესტო გამოსვლები და აქციების ფორმას უნდა მიმართოს. თქვენ როგორც საქართველოს გზის ლიდერი, რომელ გზას აირჩევთ? თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომელ მგონი რომ ის აგორებული ტალღა ჩემზე, ჩემი არ ყოფნის დროს და იმის მერე რაც მე აქედან წავედი რაღაც გარკვეული მოლაპარაკებების მერე არ არის შემთხვევითი. იმიტომ მე ვარ მთელ ოპოზიციაში ალბათ ის ერთი ადამიანი, რომელიც არ არის კანდიდატი, მაგრამ რომელიც ამავე დროს არის იმ ერთი გზის მომხრე და არ მხოლოდ მომხრე, აქტიური ამაზე მომლაპარაკებებში და დიპლომატიური ხერხებს უხმარობ ამისთვის, რომ აღდგეს ის, რაც იყო 9 აპრილს და რაც არის ერთადერთი გზა. გზა, რომელიც ნიშნავს, რომ ჩვენ შეურიგებელი ვართ ამ ხელისუფლებას, იმიტომ ეს ხელისუფლება არის დამნაშავე ქვეყნის წინაშე. არ მგნიშნავს აქციები, არა აქციები, როგორი აქციები, ეს ყველაფერი ღია არის, მაგრამ შეურიგებლობის გზა ამ ხელისუფლებასთან, სწორედ ამ ომის გამო და იმ დანაშაულის გამო არ შეიძლება რომ შეურიგდეთ და არ შეიძლება რომ ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ ამათმა გააგრძელონ ის პოლიტიკა, რომელიც ღუპავს ქვეყანას, ის პოლიტიკა, რომელიც ანგრევს დღეს ქართულ ჯარს. ღია განცხადება გააკეთეთ, თუ არ ვცდებით, პრესაში ეწერა, რომ ირაკლი ალასანიას დაუჭერთ მხარს არჩევნების გზასაც. დავამთავრო მეორე ნაწილი. ამიტომ ვარ ვიცი, ბადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ მე ვარ შეურიგებელი და არჩევნების მომხრე, როგორც არის მთელი ოპოზიცია, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით და მე არავისგან არ გამიგონია სხვა მოსაზრება, რომ არჩევნებით უნდა შეიცვალოს ამჯერ ეს ხელისუფლება. თორემ ადრეც ქონდა ბევრი სხვა საშუალება და ჩვენ აპრილში თუ რამე დავამტკიცეთ მსოფლიოში და ეხლა რო ვიყავი ამერიკაშიც და ევროპაშიც, მე მგონი ყველამ ძალიან კარგად გაიგო. 9 აპრილის აზრი და არსი ისიც იყო, რომ ჩვენ მშვიდობიანად გამოვდივართ და არ ვაპირებთ გადატრიალებას ამ ხელისუფლების, მაგრამ ჩვენ მივდივართ არჩევნებამდე და არჩევნებში, რომელსაც მოვიგებთ, თუ არ გაგვიყალბეს და თუ გაგვიყალბეს, ლეგიტიმურობა უკვე ჩვენ მხარეზე არის. ეს უნდა კარგად შეიგნოს ხელისუფლებამ და არ გააკეთოს დღეს კიდევ შეცდომა, რომელიც იქნება ახალი დანაშაული ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩვენი ბრძოლა და ამაში ვართ გაერთიანებული. როგორ აპირებთ არჩევნებში გამარჯვებას? მოდით მაშინ ესე ვქოთ და რას გულისხმობთ? იცით, ერთიანი კანდიდატი, თქვენი პოზიცია მაინტერესებს, იმიტომ რომ აქაც განსხვავებული მოსაზრებებია ოპოზიციაში, ვთქვათ, არა საპარლამენტო ნაწილში, რომ ნაწილი ემხრობა პრაიმერს და ამისთვის კანდიდატებიც უკვე დასახელდნენ, ირაკლი ალასანიას გარდა კობა დავითაშვილია კანდიდატი, სვია ძიძიგური, ვთქვათ, ქრისტიან დემოკრატები გეგმავენ კიდე დასახელებას და სხვადასხვა პარტიები. ოპოზიცია და არა ოპოზიცია, მაგრამ ტაქტიკურად შეიძლება იყოს სხვადასხვა მოსაზრებები, ეს არის ტაქტიკის ცვლილებები და ტაქტიკურად შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ერთ მაგალითს გეტყვით, თუ 50%-იანი ბარიერი, რასაც ეძახიან არასწორად, იქნა და მე ვთვლი, რომ ბრძოლა გრძელდება, არ დამთავრებულა, პარლამენტმა მიიღოს და გადაიღოს. ხო, თუმცა მიღებულია უკვე საარჩევნო კოდექსი. მაგრამ ეხლა უცხოეთიც არსებობს, ზეწოლებიც არსებობს და ბევრი სხვა ხერხები ბრძოლის. მე რატომ არის ეს 50%-იანი ბარიერი გამოვიდა? 50% როცა ალიანსი ითხოვდა ამას ყოველ შემთხვევაში იქ მონაწილე ეს არის დემოკრატიული წესი. ეს არის არსებობს სხვადასხვა ისეთი წესი, ვთქვათ, 50%. ისეთ ქვეყნებში, სადაც ორი პარტია არსებობს, ძალიან დამკვიდრებული. ძალიან ბევრ ქვეყანაში ამის მაგალითი. ორ ქვეყანაში. ამერიკაში არის და ინგლისში, სადაც ორივეში არის ორპარტიული წყობა. და ყველასთვის ადვილი გასაგები არის, რომ როცა არსებობს პარტიების გაშლა და არსებობს კიდევ
სხვა ოპოზიციები, რომელიც თავი მოაქვთ ოპოზიციონერად, რაც არ უნდა ოპოზიცია გაერთიანდეს ერთ კანდიდატად, ყოველთვის წამოაყენებს სორთლაძე ვიღაცას და კიდე სხვა პარტიები და არასდროს არ იქნება ერთიანი. 50% გაძლევს საშუალებას, რომ გაშალო ფრონტი, რაც ვნახეთ საპრეზიდენტო მაგრამ 30%-ის პირობებში თქო შესაძლებელია გამარჯვება. 30% არის აღიარება ხელისუფლების, რომ ძალიან ეშინია არჩევნების. დაუბრუნდეთ ამას. არჩევნები გამარჯვებულია, რატომ? იმიტომ რომ იმ ხალხს, რომელმაც გაამარჯვებინა ოპოზიცია 2008 წლის 5 იანვარს, არათუ დააკლდა ვინმე. და მე მგონი ძალიან კარგად იცის ხელისუფლება. არამედ იმის მერე იყო ომი და იმის მერე მოვიდა მთავარი დანაშაული. და ამ არგუმენტს ხშირად ვისმენ. ხო შეიძლება ამ შემთხვევაში მიიღოს ოპოზიციურმა კანდიდატმა 50 და მეტი პროცენტი. ეს ხომ ხელს არ უშლის ამარჩე. რატო ესე პრინციპული თუ მithumetes ამბობს რომ ელექტორატი მეტია. მე ვამბობ რომ პრინციპული არის და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. იმიტომ ეს არის დემოკრატიული პრინციპი და ყველა მიცის, სადაც არის ოპოზიცია გაშლილი და მრავალპარტიული, იქ 50% არის აუცილებლობა და ძალიან ბევრ ქვეყანაში ასე არის. მაგრამ მე არ ვამბობ რომ თუ არა 50% ომი წაგებულია და ბრძოლა წაგებულია. მე ვამბობ რომ უნდა ვიბრძოლოთ და გამარჯვება ჩვენი არის, იმიტომ რომ ჩვენი ხმებიდან არც ერთი ხმა არცად არ წასულა, მაგრამ ძალიან ბევრი დაგვემატა, იმიტომ რომ მთავარი დანაშაული ამ ხელისუფლების მოხდა აგვისტოში 2008 წელს და არა იმ არჩევნებამდე. იმის მერე კიდევ სხვა დანაშაულები არის, ის რასაც უკეთებენ ქართველ ჯარს დღეს. ეს ყველაფერი არის ადამიანები, რომელიც დღეს თუ არ არიან ოპოზიციის მხარეზე, არიან საქართველოს მხარეზე ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ეს არჩევნები არის სერიოზული არჩევნები, ეს არის სერიოზულად ბოლო შანსი საქართველოსი, ეს არის სერიოზული ბრძოლა, რომელზედაც ჩვენ წავალთ ჩვენი სტრატეგიით ამაში ვარ დარწმუნებული. თქვენი კანდიდატურა ქალბატონო სალომე, იყო პერიოდი გახსოვთ წინამეზე თქვენ გქონდათ სურვილი მერობის. არა, მე მქონდა სურვილი მერობის, არ მქონდა სურვილი მერობის, იმიტომ მაშინ როცა შემომთავაზეს რომ ყოფილიყავი ერთიანი კანდიდატი, მე მაქვს სხვა დანიშნულება ამ ქვეყანაში მე მგონი და ეხლა ამ ბრძოლაში პრაიმერში შეიძლება დააყენოთ, მე მტყარ რომ პრაიმერი მე მგონი რომ არ იქნება საჭირო, იმიტომ საჭირო არის არა პრაიმერი, საჭირო არის ერთიანი სტრატეგია. ჩვენ ამ სტრატეგიაზე მივდივართ, იმიტომ რომ მე მგონი ყველა შესაძლებელი იქნება შეთანხმება. ფიქრობ კი არა, მე ვარ დარწმუნებული. ხო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება და იმიტომ ვკითხულობ. ყველაფერი ასე არის, სანამ არ მოხერხდა, ვერ ხერხდება და როცა მოხერხდება, მივახციეთ იმას ადრეც, დღეს არის აუცილებლობა. მე მგონი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია დროზე ვერ გაიგებს, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ბრძოლა არის ბოლო ბრძოლა, ეს არ არის ადგილობრივი არჩევნები, იმისთვის რომ გადავწყვიტოთ, როგორი ყვავილები უნდა იყოს დარგული თბილისში და ვინ უნდა გააკეთოს ამითი ფული. ხო, მაგრამ ეს არის არჩევნები საქართველოს მოსახლეობის ინტერესს რა სიტყვით. იცით რა გულისხმობ, ანუ ძალიან პოლიტიკურ ბრძოლად არის ახმული, ანუ გასაგებია ყველა არჩევნები პოლიტიკური ბრძოლა, მაგრამ რატომ გონია თუ აი და ეხლა თქვენ ეს არ არის ყვავილების დარგვა, თუ პირობითი იყოს ბუნებრივია, ხო, მაგრამ თქვა მოსახლეობის ინტერესით მე რჩება ვინც ზუსტად პრობლემებს მოუგვარებს, ხო, ქალაქში და პოლიტიკური ბრძოლა არ არის საქართველოსზე და საზოგადოებაზე და მე მგონი არ ვცდები რომ ქართველისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის თავისი ქვეყნის ბედი და მომავალი და არა რამდენი ყვავილი არის დარგული. არა, ყვავილის პირობითია, მაგრამ კონკრეტული პრობლემების მოგვარება ვიგულისხმე. არა, ყვავილების დარგვა რა თქმა უნდა. თუნდაც ის პრობლემები ჯერ ერთი მე არ ვიცი რატომ ნაკლებად მოაგვარებს ოპოზიცია და თქვენ თქვით ეს პოლიტიკური ბრძოლა, იმიტომ თქვენ ანუ ეს ბრძოლა აზარალებს მოსახლეობის ინტერესებს. არ აზარალებს, იმიტომ ვინც მოვა ის ისევე იქნება მოწოდებული იმისთვის რომ ისიც მოაგვაროს, მაგრამ ეს ბრძოლა არ შეიძლება გადავიდეს სხვა ჭრილში, იმიტომ ეს არის ნამდვილად ბრძოლა არჩევნებისთვის და არჩევნებით ამ რეჟიმის შეცვლისთვის. ის განაჩენი არცად არ წასულა, სააკაშვილმა ეს ქვეყანა ტრაგედიაში ჩართო და სააკაშვილი უნდა წავიდეს. კარგი, და უნდა წავიდეს არჩევნებად. დავსვავ ქალბატონ სალომე, უბრალოდ თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, იმიტომ ძალიან გახშირდა ვიზიტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რაღაც ხანვენაში, ლონდონში, პარიზში, მე გულისხმობ ოპოზიციის ლიდერების, იყო რამდენიმე შეხვედრა ირაკლი ოქროშულთანაც თუ არ ვცდები. გახშირდა ეს მოსკოვი როარეჟები, თქვა ზურაბ ნოღაიდერის ხნა, რომელიც გასაგებია რომ ამ წუთას შესაძლოა თქვენს თანამებრძოლად არ გამოდის, მაგრამ მაინც ოპოზიციას წარმოადგენს ისიც. ანუ თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ დადიან ოპოზიციის ლიდერების საზღვრებს გარეთ და უკავშირდებათ
ეს თქვა დაფინანსების მოძიებას არჩევნების და ასე შემდეგ და ისო ესეთი კითხვა. თუ ეს ასე არის, საჭირო არის, ალბათ, იმიტომ ფინანსების გარეშე ბრძოლა ძალიან ძნელი არის. კონკრეტული ინფორმაცია მე არა მაქვს არანაირი კონკრეტული ინფორმაცია, თუ საჭირო იქნება, ალბათ მეტყვიან, რაც იქნება საჭირო. რომ იყოს ეს ამაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ. მე მგონი რომ აგენტობანას და იმებს უნდა დავანებოთ თავი. ბრძოლა არის ძალიან სერიოზული, სადაც ოპოზიციამ უნდა ყველა თავისი ძალები შეკრიბოს, მოკრიბოს და ყველანაირად ყველაფერი წროფში იყოს იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში იყოს გამარჯვებული. გამარჯვება მისი არის. ამაში ორი აზრი არ არის. თუ ჩვენ რაღაცა შეცდომები ისეთი არ დაუშვით, რომელიც ჩვენი ბრალი იქნება, გამარჯვება აგერ არის და გაყალბებაც მომზადებული არის. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ გაყალბების ყველა ფორმები უკვე მზადდება ყველა მხრიდან და გაყალბებაზე ჩვენ დავდგებით. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას კაბა? რაზე დაყრდნობით? თუნდაც ძალიან მარტივი და აღარ წავალ რაღაცა შორეული. მოკლედ დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია და დანიშნული არ არის არჩევნების დღე. ეს არის პირდაპირ კანონის დარღვევა და გაყალბება. თუმცა ირაკლი ალასანიამას დაიწყო მას თუ თქვენ ამას გულისხმობთ რაღაც წინასწარ კამპანია ხელისუფლება და ხელისუფლების რესურსებით. ხო, მაგრამ იგივე ხო შეიძლება ოპოზიციის ლიდერზე ითქვას. პლაკატების გამოყენებით ქალაქში და განათებებით და პლაკატები რომელიც აცხადებს რომ ყველა დაპირებების შევასრულეთ. ხო ვიცით როგორ შეასრულეს ქვეყნის მთლიანობის დაპირება. ხო, ეს სხვა თემაა, მაგრამ არის ახალწლო მორთული ქალაქის და განათებები. არა, სხვათა შორის მთელი ევროპა მოვიარე და ევროპაში არის მოწიწებული, მორიდებული მიდგომა დღეს კოპენჰაგში წავიდა მიშა სააკაშვილი. ანუ ფიქრობთ რომ ახალ წელი რომ მოდის თქვა არ ნაეტყობოდეს ქალაქს არც ისე გეკითხებით. მორიდებული ჩვენ ვართ ქვეყანა რომელსაც გაიარა ომი და სადაც სხვა ქვეყნები ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი უფრთხილდებიან რომ ამ წელს კრიზისის დროს რაღაცა ცოტა იყოს ეტყობოდეს ქალაქს რომ კრიზისი არის აქ ეს არის სხვა მიდგომა მაგრამ ამას არ გავყვეთ მე ვამბობ ერთრამეს რომ ოპოზიცია დახვდება ამ გამოწვევას და ამ ბრძოლას და ამ არჩევნებს ბრძოლით გაიმარჯვებს და თუ გაყალბებით მოიმდომა ხელისუფლებამ წართმევა ჩვენ დავდგებით ლეგიტიმურად სადაც საჭირო არის და ამ ხმებს არ წავართმევინებთ ხელისუფლებას. ეს უნდა იცოდეს და ამაზე მე ეჭვი არ მაქვს რომ მთელი ოპოზიცია თანახმარის. ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იყო ჩვენი სტუმარი და სულ რამდენიმე წამში ჩვენ შემოგვერთება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და მის პოზიციას მოვისმენთ. საარჩევნო წლის მოლოდიში ელოდება თუ არა მართველი გუნდი გაზაფხულზე საპროტესტო გამოსვლებს და როგორ ემზადება ის არჩევნებისთვის. თავარი ამოცანა არის იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ჩვენ თანამოქალაქეებს აწუხებს. რიგითი ადამიანის პრობლემების მოგვარების გასაღები არის თვითმმართველობაში და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურ მუშაობაში. ადგილობრივი არჩევნები და მზადება პოლიტიკურად ცხელი გაზაფხულისთვის. გახშირებული შეხვედრები მოსკოვში და დაძაბული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მთელი ამ პროვოკაციების ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ ჩვენი ემოციური რეაქციის გამოწვევა. რას ფიქრობს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ დაწყებულ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაზე პარლამენტის თავმჯდომარე? როგორ აფასებს განვლილ საპარლამენტო წელს და როგორია 2010 წლის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი? დავით ბაქრაძის შეფასებები და გეგმები პოზიციაში. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში და პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩემს მეორე სტუმარს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჩვენი სტუმარი საღამოშტობის საბატონო დავით დიდი მადლობა რომ მობრძანდით სტუდიაში და იღებთ მონაწილეობას გადაცემაში და თქვენთან საუბარს ბუნებრივია დავიწყებთ რომ მოდის საარჩევნო წელი მით უმეტეს წინა სტუმართანაც ამაზე ვსაუბრობდით როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია ელოდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და საკმაოდ ესეთი ცხელი პოლიტიკური ასე ვთქვათ გაზაფხული გველის ისევ ჩვენ მოვისმენთ ქალბატონი სალომეს აზრებები და ამით დავიწყებ, რადგან წინასწარმეტყველო იყო, თუმცა ეს ოპოზიციის დიდი ნაწილი ამაზე აკეთებს ხოლმე განცხადებებს, რომ აი ხელისუფლება ვთქვათ ემზადება უკვე გაყალბებისთვის, უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, რომ დამარცხდება ხელისუფლება, გაიმარჯვებს ოპოზიცია და ეს არის ბოლო შანსი ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვისაც ეს არჩევნები, ანუ ძალიან ისეთი პოლიტიკური ბრძოლისთვის მზადება მეორე მხრიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, ან ოპოზიციის მხრიდან, როგორ ემზადება ხელისუფლება და როგორ უყურებს მართველი გუნდი ამ არჩევნებს. აი ასე პოლიტიკური ბრძოლის ხერხად და გზად აღიქვამთ.
კი ბატონო, ეს მათი უფლება ბუნებრივია და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად მივესალმებით ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერ პოლიტიკური კუთხით გადადგმულ ნაბიჯს. და თუ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გადავა არჩევნებზე, გადავა წინა საარჩევნო პროცესზე და გადავა ნორმალურ პოლიტიკურ ოპონენტობაზე და არ იქნება მუდმივად მიჯაჭვული ქუჩაზე, კარვებზე და საკნებზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ამ ქვეყნისთვის. ამიტომ ნამდვილად მივესალმებით, თუ ოპოზიცია აპირებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის და არჩევნების ფორმატით დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, ეს ქვეყნისთვის კარგია. რაც შეეხება თვითონ დაპირისპირებას, მე ნამდვილად ვისურვებდი მეტი სიფრთხილით გაკეთებულიყო განცხადებები გაყალბებასთან დაკავშირებით, ასეთი განცხადებები ძალიან ვნებს ზოგადად საარჩევნო გარემოს, ძალიან ვნებს ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ და სამწუხაროდ ჩვენთან ჩამოყალიბდა ტრადიცია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვერ იღებს არჩევნებში იმ შედეგს, რასაც წინასწარ ელოდება, მუდმივად აპელირებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მუდმივად არ ცნობს არჩევნების შედეგებს. მუდმივად ბოიკოტს აცხადებს, მუდმივად ითხოვს შემდეგ ასევე რიგ გარეშე სხვა არჩევნებს, აი ეს ქვეყნისთვის ნამდვილად ცუდია. ამიტომ მე ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ჩატარდეს ძალიან კარგი არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც პასუხისმგებლობის გზნობას გამოიჩენენ და წინასწარ არ დაიწყებენ ამ პროცესის დაზიანებას და ლანძღვას. ამ კუთხით მინდა გითხოთ, ბატონო დავით, შექმნა თუ არა, ანუ შეუწყო თუ არა მართლობა გუნდმა ხელი მაშინ საარჩევნო გარემოს, ისეთი გარემოს შექმნას, რომ აი ესეთი კითხვები ნაკლებად გაჩნდეს, კანონის დახმარებით ამას გულისხმობ და იგივე 30-50%-იან ბარიერზე ვსაუბრობდით, ალასანის გუნდი ითხოვდა ამას, ახლა ქალბატონმა სალომონმაც ისაუბრა და ისიც კითხვა, რომ ეს არის ხელისუფლების შიში 30%, როდესაც დააწესა ბარიერი. რა პასუხს გასცემდით? სხვათა შორის ნამდვილად სამწუხაროა, რომ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც არაფერი არ გააკეთეს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც 10 თვის მანძილზე უარს იძახოდნენ ჯგუფში შემოსვლაზე, სადაც სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარეობდა მუშაობა და დღეს ნაცვლად იმისა, რომ კვლავ გამოიყენონ თანამშრომლობის არსებული რესურსი და ჩვენ არაერთგზის გვიტყვია, რომ ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან ერთად შევცვალოთ საარჩევნო გარემო და იმ ნაწილთან ერთად, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ეს ადამიანები განზე გამდგარი ადევნებენ თვალს მთელ ამ პროცესს, მთელი გაზაფხულის განმავლობაში მათ გაგონებაც არ უნდათ რაიმე ფორმით თანამშრომლობაზე და დღეს აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდება. მე ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად უპასუხისმგებლო მიდგომა არ შეეხება კონკრეტულ პრინციპული ხელისუფლების არ დაეთმო. ძალიან მოკლედ ვიტყვი კონკრეტულად რა გაუმჯობესდა, თუნდა აი ძალიან მოკლედ გეტყვით, მესმის დროის ლიმიტი პირველი ის, რომ დაკანონდა, თბილისში იქნება მერის პირდაპირ არჩევნები, რასაც წლების მანძილზე ითხოვდა ოპოზიცია, წლების მანძილზე იყო პოლიტიკური დისპუტების თემა და ვერ წყდებოდა. გადაწყდა ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა და თბილისში მერი იქნება პირდაპირ არჩეული. კი ბატონო, აგერ ბურთი და მოედანი. მეორე, საკრებულოს შემადგენლობა. აბსოლუტურად თვისობრივად იცვლება საკრებულოს შემადგენლობა, იქნება 25 პროპორციული, 25 მაჟორიტარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ფაქტობრივი ბარიერმა ჩამოიწია 4%-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის მცირე პარტიებს, აქ ბევრად მეტი შანსი, რომ შევიდნენ საკრებულოში. რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემა, რომელიც ასევე წლების მანძილზე იყო კამათის საკითხი. აბსოლუტურად შეიცვალა დანიშვნის პრინციპი. დღეს ეს აღარ არის ერთი ადამიანის, თუნდაც პრეზიდენტის დასანიშნი, არის მთელი პროცესი. ამ პროცესში წამყვანი როლი ეკისრება იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან თვითონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ოპოზიციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქვს თავმჯდომარის არჩევის უფლება. არ არის ეს ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. საარჩევნო უბნებზე ითხოვდნენ გონი კიდე თავმჯდომარის. რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, ამაზეც ვიტყვი, რომ ყველა საარჩევნო უბანზე მდივანი კომისიის იქნება ოპოზიციის დანიშნული. მდივანი არის შეგახსენებთ ადამიანი, რომლის ხელში გადის ყველა დოკუმენტი, რომლის ხელში გადის ყველა საბუთი რა მოხდა იმ უბანში და რომელიც ხელს აწერს ყველა დოკუმენტს და საბუთს, რომელიც იგზავნება ზემდგომ უკვე საოლქო და ცენტრალურ უბანში. ანუ ოპოზიციას ყველა უბანზე ეყოლება ადამიანი, რომლის ხელშიც გაივლის და რომლის ხელმოწერითაც გაიგზავნება ყველა საბუთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას მთლიანად გააკონტროლებს ყველა დოკუმენტს, რომელიც იქნება უბანში. არ არის ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. ხა სამწუხაროდ მიდგომა ხანდახან არის ისეთი, რომ ან ვიღებ ყველაფერს, ან არაფერს. ყველას კარგად უნდა გვესწროს, რომ პოლიტიკა, რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის კომპრომისის ხელოვნება და თუ ვინმე ელოდება როდისმე რომ მიიღებს 100%-ს პოლიტიკაში, ის ვერაფერს ვერ მიიღებს, ხო? რაღაც უნდა დათმოს ერთმა მხარემ, რაღაც მეორემ, რაღაც მესამემ, როდესაც ბევრი სხვადასხვა ძალა მონაწილეობს მოლაპარაკებაში. ის ძალები, რომლებიც კომპრომისისთვის მზად აღმოჩნდნენ, კიდევაც შეთანხმდნენ შედეგზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი ძალის მხრიდან იყო ისეთი მიდგომა, რომ 100% ან არაფერი. მე ჩნია რომ ეს არასწორია. რაც შეეხება ბარიერს გეტყვით, 30% არ არის ხელისუფლების შიში ნამდვილად.
თუ ოპოზიციის კანდიდატი მოაგროვებს 40, 50, 60, 70%-ს, ღმერთმა ხელი მოუმართოს და გაიმარჯვოს. პირიქით, 50% ნიშნავს ოპოზიციის შიშს და მე მარტივად აგიხსნით, რატომ ოპოზიცია მუდმივად გვიმტკიცებს, რომ ის თბილისში არჩევნებს იგებს. თუ ოპოზიცია არჩევნებს იგებს, რა თუნდა მას მაღალი ბარიერი? ხო? წარმოიდგინეთ შემთხვევა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა მოაგროვა, მაგაზეც გადავალ, ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა მოაგროვა 45%, ხელისუფლებამ მოაგროვა 30%. 30%-იან ბარიერის შემთხვევაში ოპოზიციის კანდიდატი პირდაპირ იგებს. მაღალი ბარიერის შემთხვევაში ოპოზიციის კანდიდატი ვერ იგებს. რა თუნდათ მაღალი ბარიერი? თუ თბილისს იგებენ, მაღალი ბარიერი მხოლოდ ხელის შემშლელია. მაღალი ბარიერი ნიშნავს, აი ფრაზას დავასრულებ, მაღალი ბარიერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მათ იციან, რომ ისინი თბილისს ვერ იგებენ და მთელი მათი იმედი დაკავშირებულია იმასთან, რომ მეორე ტურში მოხდება მთელი სიძულვილის ხმების მობილიზაცია, მოწინააღმდეგეების ხმების მობილიზაცია და ამის ხარჯზე გაიმარჯვებს ოპოზიციის კანდიდატი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამ ქალაქს ჭირდება მერი, რომელიც არჩეული იქნება მოწინააღმდეგეების და სიძულვილის ხმებით. ჭირდება მერი, რომელიც ამ ქალაქს წაიყვანს წინს, რომელიც ამ ქალაქში დაასაქმებს ადამიანებს, რომელიც ამ ქალაქს გაალამაზებს, გაასუფთავებს, ასეთი მერი ჭირდება ამ ქალაქს და არა ასეთი მე დარწმუნებული ვარ, იქნება ის კანდიდატი, რომელსაც დაასახელებს ნაციონალური მოძრაობა. კარგი და ერთი უნდა გითხოთ, რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ასევე ლეგიტიმაცია ეს არის ხა ნებისმიერ ადამიანისთვის, ვინც ერკვევა პოლიტიკაში და სახელმწიფო მართვაში, არსებობს ძალიან ელემენტარული ჭეშმარიტება, არსებობს ორი სხვადასხვა დონე. არსებობს ეროვნული ხელისუფლების დონე და არსებობს ადგილობრივი დონე. ეროვნული ხელისუფლების, ანუ ცენტრალური ხელისუფლება შეიმუშავებს პოლიტიკას, იღებს გადაწყვეტილებას, განსაზღვრავს ქვეყნის კურსს. ადგილობრივი ხელისუფლება ემსახურება ადგილობრივ საზოგადოებას, ადგილობრივ კომუნას, ის აკმაყოფილებს ადგილობრივი საზოგადოების ინტერესს. მას არ მოეთხოვება პოლიტიკის შექმნა, მას არ მოეთხოვება საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება, მას არ მოეთხოვება ომის და ზავის დადება. ადგილობრივი ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ადგილზე უნდა ემსახუროს ხალხის ინტერესს. ამიტომ ის, რაც არსებობს ლეგიტიმაციის ბარიერი ცენტრალური ხელისუფლებისთვის, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. არა მარტო მე ვთვლი, სხვათა შორის ევროპის გამოცდილებაზე საუბრობდა ქალბატონი სალომე და თუ კარგად ჩაიხედავს, ნახავს, რომ ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობაში ადგილობრივი არჩევნებისთვის ბარიერი საერთოდ არ არსებობს. სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანა არაპოლიტიკური ბრძოლაა, არამედ არის მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილება. სწორედ ამ პოლიტიკურ ბრძოლაზე მინდა გითხოთ, ბატონო დავით, რამდენად მაღალია პოლიტიკური ფასი, თუ შეიძლება ესე ვთქვა, ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ოპოზიციის მხრიდან ჩანს, რომ ძალიან მაღალია და ისინი ძალიან ემზადებიან. იმიტომ რომ თვლიან, რომ ეს არის ერთი მნიშვნელოვანი საფეხური, თუ კი ისინი ამ არჩევნებში გაიმარჯვებენ პოლიტიკურ ბრძოლაში, ვთქვათ, ხელისუფლების წინააღმდეგ. რამდენად მაღალია თქვენთვის პოლიტიკური ფასი ამ არჩევნების თან, როდესაც პრინციპში მართველმა გუნდმაც იცის, რომ წინა არჩევნებმა არჩევნა, რომ თბილისში და დედაქალაქში საპროტესტო ელექტორატი უფრო ვთქვათ მეტი იყო ვიდრე რეგიონებში. ჩვენ ნებისმიერ არჩევნებს უდგებით ერთნაირი სერიოზულობით, ჩვენ ძალიან სერიოზულად მივდექით საპრეზიდენტო არჩევნებსაც, საპარლამენტო არჩევნებსაც, წინა ადგილობრივ არჩევნებსაც და ანალოგიური სერიოზულობით მივდგებით ამ ადგილობრივ არჩევნებსაც. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნები გარკვეულწილად არის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. არჩევნებში წარმატება განსაზღვრავს ამ პარტიის მდგომარეობას მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გზნობა, ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ გვაქვს ხედვა, რა ჭირდება ამ ქვეყანას, რა უნდა გავუკეთოთ ჩვენ საზოგადოებას და ყველაფერი ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ არჩევნებს მივუდგეთ სერიოზულად და ჩვენ ნამდვილად სერიოზულად უყურებთ. ჩვენთვის ეს არ არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეფასება იყო, რომ აი პოლიტიკური ბოლო შეტაკება და ნამდვილად არ არის ბოლო შეტაკება ამ ქვეყანას ღმერთმა აშოროს, ძალიან ბევრი არჩევნები გველოდება წინ და ეს არჩევნები ჩვენთვის არის იმის საშუალება, რომ გავუკეთოთ ხალხს ის, რასაც დავპირდით. ეს არის სიღარიბესთან ბრძოლა, ეს არის მშვიდი და ნორმალური ქვეყნის აშენება, ეს არის ადამიანების დასაქმება და ეს არის ამ ქვეყნის წინსვლის გაგრძელება. აი ამის შანსია ჩვენთვის არჩევნები. კარგი და ბოლოს რომ ამოვწურო ეს თემა და ის ბრალდებები რაც გაისმა, ითქვა ისიც, რომ ხელისუფლება გადავიდა წინა საარჩევნო კამპანიაზე და ხელისუფლების კანდიდატი და რომ იგივე ეს ქალაქის გალამაზება საახალწლოდ იყო ზედმეტი და არჩევნებისთვის გათვლილი, იმიტომ რომ როდესაც იყო ომი ვთქვა და კრიზისი, ქვეყანა უნდა გამოიყურებოდეს უფრო ესე ვთქვა არა ძალიან საზეიმო და სადღესასწაულოდ. კარგია რომ ქალბატონ სალომეს ჰქონდა საშუალება რომ ევროპა მოევლო და იქ თავის თვალით ენახა როგორ არის მორთული ევროპული ქალაქები, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში არ აქვს საშუალება რომ ევროპაში წავიდეს, ევროპაში წაიყვანოს შვილები და იქ ანახოს საახალწლოდ მორთული ნაძვიხი. აი ასეთი ადამიანებისთვის ჩვენ ახალ წელს მოვაწყობთ და ვიზეიმებთ საქართველოში, თბილისშიც, ქუთაისშიც, ზუგდიდშიც, თელავშიც და ყველგან. და ძალიან სამწუხაროა ჩვენ ყველას გვახსოვს ლოზუნგი გაზაფხულზე რომ თბილისი უნდა იყოს მკვდარი ქალაქი
და ძალიან სამწუხაროა, რომ აი იგივე დამოკიდებულება ჟღერს ამაშიც, რომ თბილისი არ უნდა იყოს განათებული, თბილისში არ უნდა აღნიშნავდეთ ახალ წელს, თბილისი უნდა იყოს მკვდარი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ თბილისი უნდა იყოს ცოცხალი ქალაქი, თბილისი უნდა იყოს ქალაქი, სადაც ადამიანებს უხარიათ ცხოვრება, თბილისი უნდა იყოს ქალაქი, სადაც ადამიანებს უხარიათ ახალი წელი და თბილისი უნდა იყოს ქალაქი, სადაც რაც შეიძლება ბევრი ოჯახი ცხოვრობს კარგად. აი ეს არის ჩვენი პროგრამა არჩევნებისთვის და ალბათ საბოლოო ჯამში ჩვენი ამორჩევლის გასაკეთებელი იქნება არჩევანი. ვის უჭერს მხარს? იმ ადამიანებს, ვინც უნდა რომ თბილისი იყოს მკვდარი და მიბჟუტული ქალაქი, თუ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უნდა რომ თბილისი იყოს ხიარული, განვითარებული, ფეხზე დამდგარი და ეკონომიკური კეთილდღეობით ახსავსე ქალაქი. აი ეს იქნება ჩვენი პროგრამა. კარგი, და მოდით საერთაშორისო საზოგადოებასაც მინდა შევეხოთ და ისედაც სხვა თემებზე გადავიდე, მაგრამ იგივე ადგილობრივ არჩევნებს ელოდება თქვა დასავლეთის ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას 2010 წლის გაზაფხულზე განაცხადა ალიანსის გენერალურ მდივანმა, ასევე ევროკავშირი საქართველოში ამოსულ დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის შესახებ საუბრობს და მაისში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები ამ დაპირების გამოცდა იქნება აცხადებს. მე მინდა უბრალოდ ჩქარჩქარა წავიკითხო, იმიტომ პირველად ირჩევა დედაქალაქის მერი პირდაპირ წესით. რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ამ გამოცდას, ასე ვთქვათ, თუ რაღაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ხელისუფლება ჩააბარებს წარმატებით და რამდენად არის ეს მართლა გამოცდა ხელისუფლებისთვის უკვე ეს არჩევნები იქნება? ნებისმიერი არჩევნები დემოკრატიულობის კუთხით არის გამოცდა. ჩვენ 2008 წელს გავიარეთ ძალიან სერიოზული ეტაპები, როდესაც პირველად მართლაც საქართველოს უკანასკნელ ისტორიაში ჩატარდა კონკურენტული არჩევნები, შარშან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და საპარლამენტოც ორივე იყო კონკურენტული არჩევნები. ასეთი არჩევნები და სწორედ ამიტომ არის ამას ვამბობ, ასეთი დაძაბული არჩევნები მანამდე საქართველოში არ ჩატარებულა, სწორედ ამ კონკურენციამ და დაძაბულობამ გამოაჩინა მთელი რიგი დარღვევები, რომელიც წინა არჩევნებზე არ ჩანდა, როდესაც საუბარია შარშანდელ დარღვევებზე. შარშანდელი ორივე არჩევნები ჩატარდა უკეთესად, ვიდრე ყველა წინა არჩევნები, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულა. უბრალოდ შარშან კონკურენციის დაძაბულობის და საერთაშორისო ყურადღების გამო გამოვლინდა ბევრი ხარვეზი, რომელიც შეიძლება მანამდე არ ჩანდა. ეს ხარვეზები ჩვენ დღეს უკვე ვიცით, ჩვენ გვაქვს გამოცდილება კონკურენტული არჩევნების ჩატარების და მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს ამ არჩევნებში. ეს იქნება კიდევ ერთი კონკურენტული არჩევნები და უკვე იმ გამოცდილებით, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ შევძლებთ უკეთესი არჩევნების ჩატარებას, ვიდრე ეს იყო წინა წელს. როდის დაინიშნება ეს არჩევნები, ბატონ დავით? კიდევ არ არის დანიშნული, სწორედ ამაზე ხშირად საუბრობს ოპოზიცია, რომ არ დანიშნული არჩევნებზე საუბრობთო სულო. რამდენადაც მე ამის პარლამენტის გადაწყვეტილება თუ პრეზიდენტის შემოდის ამ რამდენადაც მე მახსოვს და შემისწორეთ თუ არასწორად მახსოვს კანდიდატები დასახელებული ყავს მხოლოდ ოპოზიციას ნაციონალურ მოძრაობას ჯერჯერობით კანდიდატი არ დაუსახელებია ამიტომ ამ ბრალდებას ნამდვილად ვერ მივიღებ რაც შეეხება არჩევნების თარიღს დიახ არჩევნების თარიღი კანონით, კონსტიტუციით და საარჩევნო კანონით არჩევნების თარიღი ცხადდება არჩევნებამდე 45 დღით ადრე, ამიტომ არანაირი დარღვევა არ ხდება. ამის დამატებით პრეზიდენტმა გამოაცხადა პარლამენტში პრეზიდენტმა გამოაცხადა და ამით მან აიღო პოლიტიკური ვალდებულება, რომ ეს არჩევნები იქნებოდა მაისში, კერძოდ მან 30 მაისის დაასახელა და ეხლა პარლამენტში შემოსულია საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება, რომ არაუგვიანეს 1 ივნისისა ჩატარდება არჩევნები. ანუ დამატებით იმისა, რომ თქვათ არსებობს 45 დღიანი დანიშნვის ვადა არჩევნების და არანაირი ფორმით ბუნებრივია ეს არ დაირღვევა. დამატებით ამის არსებობს პრეზიდენტის მიერ აღებული პოლიტიკური ვალდებულება და არსებობს ის საკონსტიტუციო შესწორება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს უახლოეს მომავალში. ამიტომ ვერანაირ დარღვევაზე მე აქ უბრალოდ ვერ დავეთანხმები ვერავის. ყველაფერი ხდება აბსოლუტური, არა მხოლოდ კანონის ბუკვალური დაცვით, არამედ პოლიტიკური პროცესის ხელშესაწყობათაც. იმის მაგივრად, რომ 45 დღით ადრე გამოგვეცხადებია მართლა არჩევნები, პრაქტიკულად პრეზიდენტმა შარშან ივლისში გამოაცხადა, რომ 10 თვის შემდეგ ჩატარდებოდა არჩევნები და ამით ყველა პოლიტიკურ ძალას მიცა შანსი, რომ დაეწყო არჩევნებისთვის მზადება. ამის შედეგია სწორედ ის, რომ ოპოზიციას უკვე რამდენიმე კანდიდატი ყავს არჩევნებისთვის დასახელებული. თუ არიციან იქნება თუ არა, აბა ისთვის ასახელებენ კანდიდატურას. ამიტომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები იქნება და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ იქნება მაისში. კონკრეტულად კანონით თარიღი დაფიქსირდება ისე როგორც არის კანონში. კარგით, მე მინდა ახლა დროის სიმცირის გამო რამდენიმე საკითხი გავაერთიანო, მაგრამ მაინც შევეხო ამ საგარეო საფრთხესთვის ქვეყნის შიგნით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე, ვთქვათ, მოვლენებს და ცხოვრებას იმ ადამიანების, ვინც ამ ტერიტორიებზე იმყოფებიან, გულისხმობ ჯერ ნორ ბავშვს 40-ს, რომელიც კვლავ ტყვეობაში რჩება, იყო ამაზე ბევრი მოლაპარაკებები, ვთქვათ, პირობა დაირღვა და ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ისინი მაინც არ გაუთავისუფლებად. მე ამ თემას
მოყვა ვაერთიანებ პირდაპირ გეუბნებით რამდენიმე საკითხს და იქ რაღაც ერთიანად გამწევ პასუხი, მაგრამ მოყვა კიდევ ეს პირველი ომის შემდეგ პირველი ქართველების ჩასვლა, ასე ვთქვათ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლის, რომელსაც კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ ის შეხვდა, ვთქვათ, ედუარდ კოკოის და ჩავიდა ცხინვალში. ამ თემებზე მინდა თქვენი კომენტარი, თუნდაც ამაზე, რომ თუ კი ვთქვათ, პატა ზაქარიშვილი მონაწილეობას იღებდა ბავშვების გათავისუფლების პროცესის გამო ჩავიდა და მას მიეცა საშუალება, რომ თუნდაც სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელს შეხებოდა, რატომ შეხვედრო და რატომ დაიმსახურა მან ესეთი კრიტიკა და მაშინ რა შეხედოთ კიდევ გამოსავალს ამ მოზარდების გათავისუფლების კუთხით. რაც შეეხება ბავშვების გათავისუფლებას, ბუნებრივია, რომ ალბათ სამწუხაროდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არიან ის ადამიანები, ვისი სიტყვის და ვისი პირობის იმედიც უნდა გქონდეს. ამ ბავშვებთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე მათ დადგეს სპექტაკლი, რომლის სახელიც არის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის ჩვენება, იმის ჩვენება, რომ სამხრეთ ოსეთში თურმე არსებობს სასამართლო, რომელიც უსჯის, თურმე არსებობს პრეზიდენტი, რომელიც იწყალებს, თურმე არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შუამავლობენ. რეალურად სამხრეთ ოსეთის სასამართლოზე, კანონიერ პრეზიდენტზე და იქ არასამთავრობო სექტორზე საუბარი მართლაც სასაცილო იქნებოდა, მართლაც სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ რომ იქ ეს არაფერი რა თქმა უნდა არ არსებობს. უბრალოდ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ამ შემთხვევის, ამ სიველურის მართლაც ბარბაროსობაა ბავშვების დაჭერა და ბავშვების საშუალებით იმ სპექტაკლის დადგმა, რომ თითქოს სამხრეთ ოსეთი არის სახელმწიფო და აქვს სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა და თურმე თითქოს სანამ სასამართლო არ მიუჯის ამ ბავშვებს ცხინვალში, მანამდე არავინ, არც რუსეთმა, არც კოკოითმა, არც პუტინმა არავინ არ იცის რა ბედი ეწევათ ამ ბავშვებს, თურმე აი სანამ ის დამოუკიდებელი მოსამართლე ცხინვალში მათ არ მიუჯის. ხა ეს ბარბაროსობის გაგრძელება უბრალოდ ამ შემთხვევას ბარბაროსები იყენებენ იმისთვის, რომ დაგვანახონ ჩვენს და ყველასა, ჯერ ეს ერთი იმისთვის, რომ გვატკინონ, გაგვამწარონ და ნამდვილად ძალიან მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი და მეორეც ერთი იმისთვის, რომ წარმოაჩინონ, რომ თითქოს საქმე გვაქვს რაღაც სახელმწიფოებრივ წარმოდაქმნას. სწორედ იმის გამო, რომ ძალიან მტკივნეული და მწარია ეს თემა ჩვენთვის, მით უმეტეს ძალიან მოზომილი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია და მე სულ ვიმეორებ, რომ ესეთი მწარე და მტკივნეული ნაბიჯები გათვლილია სწორედ ჩვენს რეაქციაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა ძნელი იყოს, უნდა ვიყოთ მშვიდად, უნდა გამოვიყენოთ ყველა გზა, პირველ რიგში რა თქმა უნდა, საერთაშორისო ზეწოლა და საერთაშორისო თანამეგობრობა და თანმიმდევრულად ნაბიჯ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი და ნაბიჯ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული სიტუაციის არევით და პროვოცირებით არის რუსეთი და არანაირად ჩვენი რეაგირებით მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სიტუაცია საკუთარი სცენარით წაიყვანონ. ამიტომ უნდა ვიყოთ მშვიდები, არა იმიტომ რომ ეს ჩვენთვის მტკივნეული არ არის და დამერწმუნეთ, რომ როცა ხელისუფლებაში ხარ, 10 ჯერ უფრო მწარეა ემოციურად, როდესაც შენი ბავშვები ყავთ იქ დაჭერილი და რეალურად არაფერი ბერკეტი არ გაქვს, რომ გამოაშვებიო. არავის არ უსურვებ ამის გაცდას, ხელისუფლებაში მყოფისთვის ეს რას ნიშნავს. მაგრამ სწორედ ამის გამო ძალიან თანმიმდევრულად და გაზომილად და აწონილ-დაწონილად უნდა ვიმოქმედოთ. რაც შეეხება ვიკითხებ ოპოზიციის წარმომადგენლის ვიზზე, რომელსაც ეს თავდასხმითი კომენტარები მოყვა უმრავლესობის მხრიდან და სწორედ ამიტომ გეკითხებით, თქვა რა დაინახა ასეთი მართლმა გუნდმა, იგივე პატა ზაქარიშვილის და თქვა იქ ჟურნალისტი იყო ვახტანგ კომახიძე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც ჩავიდნენ ცხინვალში ომის შემდეგ პირველები. რა თქმა უნდა, ხა ერთის მხრივ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს ამ ბავშვების გათავისუფლებისკენ, თავისთავად ცუდს არაფერს არ შეიცავს. უბრალოდ აქ საფრთხე არის, სხვა საფრთხე არის ის, რომ ჩვენ ნებიდან უნებლიეთ არ ვითამაშოთ ის თამაში და არ წავიყვანოთ მოვლენები იმ სცენარით, როგორც ეს უნდა რუსეთს. რუსეთის სცენარი დღეს არის ძალიან მარტივი, ხო, ისიც თუნდაც რაც პრეზიდენტმა მედვედევმა მოსკოვში გამოაცხადა, რომ კი ბატონო, აღვადგინოთ მიმოსვლა, შემოუშვათ ქართული ღვინო და ასე შემდეგ. რუსეთის სცენარი დღეს არის ძალიან მარტივი. ის რაც იყო, ის რაც დაიკარგა, მოდი ახლა ჩვენ ამ ახალ რეალობაში აღვადგინოთ ურთიერთობები. ანუ ახალი რეალობა ნიშნავს რას? მოდი იყოს დამოუკიდებელი ცხინვალი, მოდი იყოს დამოუკიდებელი სოხუმი და აი დანარჩენმა დარჩენილმა საქართველომ აღვადგინოთ ურთიერთობა რუსეთთან, იფრინეთ, ღვინო გაყიდეთ, ჩამოდით და ჩვენთან დაისვენეთ და ასე შემდეგ. აი ეს უნდათ ამ ადამიანებს, მაგრამ აქ შეკითხვა მთავარი და ფუნდამენტური კითხვა არის ამაში, თანხმდებით თუ არა ჩვენ ამას, თანხმდებით თუ არა ჩვენ იმას, რომ თუნდაც ჩვენი ღვინის იქ შეტანის ფასად, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუნდაც ამის ფასად დავთანხმდეთ იმას, რომ კი ბატონო, ის რაც დავკარგეთ და მოდი ახლა ვიმეგობროთ და ერთმანეთთან ღვინო გავყიდოთ და ჩამოვიდეთ. აი ეს არის აქ ფუნდამენტური კითხვა. ეს ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მეუღებელია. გაწყვეტინებთ ხოლმე, მაგრამ ისე მინდა რომ ჩავატიო რაღაც რამდენიმე საკითხს და დავასრულოთ.
პრიმაკოვის ჩამოსვლა იგეგმება, ყოველთვის იყო საუბარი, მე მგონი გადაიდო, მაგრამ ყოველთვის ეს პუტინის მიერ დასახელებული წარმომადგენელი ამ ურთიერთობებში და რომ ვთქვათ, იყო სურვილი პრიმაკოვის მხრიდან ჩამოსვლის, შესაძლოა ვთქვათ, მან გაიზიაროს იგივე ბედი, რაც აი რამდენიმე ვთქვათ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს და რაღაც ჟურნალისტ და სხვებს ვთქვათ შეეხოთ საზღვარზე. შემოუშვებს ვთქვათ საქართველოს ხელისუფლებას. ვერ გეტყვით ნამდვილად, ეს არ არის ხელისუფლებაზე, ეს არის კონკრეტული უწყება, პოლიცია და არის უშიშროების სამსახური, რომელსაც ეხება ადამიანის, კონკრეტული ადამიანის საზღვარზე შემოშვება ან არ შემოშვება. ეს პოლიტიკური და პოლიტიზირებული თემა ნამდვილად არ არის, თუმცა ერთ სიტყვით ხა მოდით სერიოზულად შევხედოთ და ჩემი მტერი იქნა იმის იმედზე, რომ პრიმაკოვი ჩამოვა და აქ რაღაცას მოგვიგვარებს. ხო, ხა არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები. ქართველებს ხანდახან გვჭირს ესეთი გულუბრყვილოების სენი და მთელი საქართველოს რამდენიმე დღე არჩევდა, რატომ თქვა პუტინმა ის სადღეგრძელო და არ იქა ამას მოყვება თუ არა საქართველოს გაერთიანება. რა სადღეგრძელო ხალხო, კარგად გაიხსენეთ. გახდა თუ არა პუტინი პრეზიდენტი. 2002 წლის დასაწყისში დაიწყო რუსული პასპორტების დარიგება აფხაზეთში და ცხინვალში. 2002 წლის დასაწყისში სააკაშვილი საერთოდ არ იყო როგორც პოლიტიკოსი და ვინ წარმოიდგენდა რომ პრეზიდენტი გახდებოდა. სააკაშვილთან საბრძოლველად კი არ გააკეთა ეს. საქართველოსთან საბრძოლველად გააკეთა. 2002 წლის განმავლობაში მთელი წელი რიგდებოდა პასპორტები აფხაზეთში და სოხუმში. ამ დროს დაიწყო გადაადგილების აღდგენა აფხაზეთს და რუსეთს შორის. ამ დროს დაინიშნა სარკინიგზო მიმოსვლა, ამ დროს აღდგა საზღვაო მიმოსვლა, ვის წინააღმდეგ გააკეთა ეს. ანუ ეს ადამიანი დაწყებული 2002 წლის დასაწყისიდან 8 წლის განმავლობაში, პრაქტიკულ 7 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ემზადებოდა იმისთვის, რაც ლოგიკურად დააგვირგვინა 2008 წლის ბოლოს. ამიტომ ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ერთი სადღეგრძელოზე ნუ ავაგებთ ილუზიებს. ილუზიებით ჩვენ ვერ გავერთიანდებით, ჩვენ გავერთიანდებით ჩვენი ერთადგომით 7 დინჯი გრძელვადიანი გააზრებული პოლიტიკით, ოღონდ ჩვენი პრინციპული პოლიტიკით და ერთადგომით. აი ამითი გავერთიანდებით და არა იმითი, რომ ვიღაცამ სადღაც სადღეგრძელო თქვა და ეხლა ჩამოვა ვიღაც კეთილი ბიძია, რომელიც უცებ თურმე პრობლემას მოგვიგვარებს. ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ყველას მოუწოდებ განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ნებით ან უნებლიეთ, ნუ ჩაეწერებიან ამ სცენარში. ყველას კარგად გვესწოდეს. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან საშიშ მოწინააღმდეგესთან. იმ ქვეყანასთან, რომელიც ბოლო 200 წლის მანძილზე ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და იმ პოლიტიკურ ელიტასთან, რომელმაც მოსვლის პირველი დღიდანვე დაიწყო საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ ვიყოთ პრაგმატულები, ვიყოთ გათვლილები, გააზრებულები და აი ესე მივახცევთ მიზანს და არა ისე რომ ვიღაცის სადღეგრძელოთი უცებ რაღაცა სადღაც მოხდება. კარგი. ძალიან დიდი მადლობა. იყო რაღაც საკითხები, რაც კიდევ მინდოდა საუბარი, მაგრამ დრო იწურება. მე წარმატებებს გისურვებთ მნიშვნელოვანი 2010 წელი მოდის ასევე როგორც ქვეყნისთვის მართველი გუნდის ოპოზიციისთვის, პარლამენტისთვისაც. უბრალოდ ძალიან მოკლედ, როგორი იქნება პარლამენტის მუშაობა, თუ არის უკვე 2010 წლის დღის წესრიგი, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, შედგენილი, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ რა იქნება მთავარი საკითხები, ვთქვათ, ახალი წლიდან საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებით და მაინც კი, ნუ მთელი მომავალ წლის მანძილზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რეფორმებზე, ეს იქნება რეფორმები მეტი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, მომავალი წელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების წელი და იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო კომისია მომავალ წელს უკვე შემოიტანს პროექტს და ჩვენ შევძლებთ ახალი კონსტიტუციის მიღებას, რომელიც იქნება განსხვავებული და უკეთესი ხელისუფლების განაწილების კუთხით, ვიდრე ის არის დღეს. მომავალ წელს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური კანონების მიღება, ისეთი კანონების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს მეტი ინვესტიციის შემოტანას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მეტი ადამიანის დასაქმებას, მეტ ოჯახში შესულ შემოსავალს. აი ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი, რომ ასეთი კანონები მივიღოთ და ისეთი გარემო შევქმნათ, სადაც იქნება რაც შეიძლება მეტი შემოსავალი თითოეული ქართველის ოჯახში. ჩვენი პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვა და სოციალური სფერო და გავაგრძელებთ აუცილებლად იმ ადამიანების დახმარება საკანონმდებლო დონეზე, ვისაც დღეს უჭირს, ვინც დამოკიდებულია სახელმწიფოს მხრიდან აღმოჩენილ სოციალურ დახმარებაზე და თუ კონკრეტულად შიდა საპარლამენტო გეგმებზეც ვილაპარაკებთ, ასევე მომავალი თქვათ რამდენიმე წლის მანძილზე ვგეგმავთ, რომ ძალიან სერიოზულად გავაძლიეროთ მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი. აუცილებელია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათ ყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, ის ვინც მოუგვარებს პრობლემებს. აუცილებელია, რომ ადამიანები მიდიოდნენ პრობლემების მოსაგვარებლად მაჟორიტარ დეპუტატთან და მაჟორიტარი დეპუტატი გამგებელთან, საკრებულოსთან ერთად ეხმარებოდეს ხალხს, ჩვეულებრივ რიგით ხალხს. აი ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი მომავალ წელს. ანუ თვითონ 2010 წელი როგორც საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით იქნება უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი იქნება
იქნება ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გადავიტანეთ 3 იმხელა დარტყმა, რომელსაც შეეძლო წაექცია ნებისმიერი სახელმწიფო. ჩვენ გადავიტანეთ რუსეთთან ომი, ჩვენ გადავიტანეთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ჩვენ გადავიტანეთ შიდა პოლიტიკური რყევები. ამ სამიდან ერთიც კი საკმარისი იქნებოდა ჩვენზე უფრო დიდი სახელმწიფოების დასანგრევად. ჩვენ გაუძელით, ჩვენ შევინარჩუნეთ ბაზა და მე დარწმუნებული ვარ, მე ოპტიმისტურად უყურებ მომავალს, რომ 2010 წლიდან ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას და გავაგრძელებთ ყველაფერი იმის გაკეთებას, რასაც არჩევნებზე ვპირდებოდით ჩვენ მოსახლეობას პირველ რიგში ისე ვიმეორებ დასაქმების და სამუშაო ადგილების კუთხით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საუბრობდა, ახლა რეკლამის შემდეგ კი უკვე ჩვენ გრიპის სეზონზე და იმ ვირუსების საუბრებთ, რომელმაც საკმაოდ ასე ვთქვათ, შეაშფოთა ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. გრიპის სეზონი გადაიარა თუ არა ეპიდემიის საფრთხემ და იზრდება თუ არა დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად. მომატებულია გამოძახებები, მაგრამ იმდენად არა რომ ეპიდემიის სახე კონდეს ამ დაავადებას. 5 გარდაცვლილი და ასობით რეგისტრირებული ინფიცირებული. როგორ დავამარცხოთ ვირუსი და რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის H1N1? რამდენიმე 1000-მა ჩვენმა მოქალაქემ უკვე გადაიტანა ეს გრიპი. თავარი ახლა რა შეეცეთ საქმე, რომ აი მძიმე ვინც იქნება, ის არ გაგვეპაროს აი ამ რაოდენობით. როდის უნდა მივმართოთ ექიმს და შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია? არსებობს თუ არა პანიკის რეალური საფრთხე? ეპიდემიის გამომწვევი არის ახალი შტამი და ყველაფერი ახალი არიცი რასიზმს. აი ამით არის აჟიოტაჟი გამომწვევი. მიაღწია თუ არა პიქს ვირუსის გავრცელებამ და ელოდებიან თუ არა გრიპის მორიგტალღას 2010 წელს. რჩევები და რეკომენდაციები სპეციალისტებისგან. ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრიდან შოთა ცანავა პოზიციაში. ჩვენ რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით და გადაცემის ბოლო ნაწილს დავუთმობთ გრიპზე საუბარს და იმ ვირუსზე, რომლის გამოც უკვე 600-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და იყო არსებობს 5 გარდაცვლილი, ანუ მონაცემები საკმაოდ არასასიამოვნოა. ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან და დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორთან პროფესორ თენგიზ ცერცვაძესთან და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილესთან ბატონ შოთა ცანავასთან. საღამოშტობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და პირველი კითხვა მინდა დავსვა ესეთი თითქოს გაჟღერდა ესეთი ცოტა საიმედო ინფორმაცია, მაგრამ მე თქვენ გავიგებ. რეალურად არის თუ არა ესე, რომ თითქოს პიქს უკვე მიაღწია ამ ვირუსის გავრცელებამ და შესაძლოა დაღმასვლა დაიწყოს და ანუ ერთგვარად ეპიდემიის საფრთხე გადავლილი არის თუ არ არის. აი ამაზე მაინტერესებს პასუხი. მოდით ბატონ შოთა, თქვენგან დავიწყოთ, უფრო მონაცემები ალბათ ეროვნულ ცენტრს აქვს და მე ბატონ თენგიზთან. რაც შეეხება პიკის მიღწევას, ის ნამდვილად მიღწეულია, შემთხვევათა მკვეთრი მატება. ჩვენ ველოდით პიკს ამ თვეში, დეკემბერში. ეს არის ამ ტიპის ინფექციებისთვის დამახასიათებელი სეზონური მატება, ჩვეული პროგნოზირებადი მატება, ასე რომ ვიმყოფებით ახლა ჩვენ ამ პიკზე, ასე ვთქვათ, და რამოდენიმე ხანი ალბათ ერთგვარი სტაბილიზაცია იქნება და შემდგომ ბუნებრივია უნდა იყოს კლება. ანუ იანვრის თვეშიც ჯერ ალბათ შენარჩუნდება ესეთი. არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორე ტალღაც, მაგრამ ის ვერ იქნება ალბათ ისეთი სიძლიერით, როგორც ეს პირველია, ასე რომ შემთხვევათა მატებას ნამდვილად აქვს ადგილი და ნამდვილად ვართ ესეთი ზენიტში. გასაგებია, ბატონ თენგიზ, რა სტატისტიკა გვაქვს ასაკთან მიმართებაში, ვთქვათ, აი ამდენი შემთხვევისგან, ხო 700-მდე შემთხვევა უკვე დაინფიცირების გამოვლენილი, ვთქვათ, ზოგი ამბობდა, რომ 25 წლის ასაკი და ზემოთ ხდება, ანუ ვინ არიან უფრო რისკ ჯგუფები, თუ შეიძლება ესე ითქვას, რომელი ასაკის ადამიანები? მარტო ასაკს გულისხმობთ, ძირითადად ეს არის ახალგაზრდა ასაკში და ბავშვებში. ხანდაზმულებში, 60 წელს გადაცილებულებში ბევრად ნაკლებია. ხოლო თუ რისკის ჯგუფებში გულისხმობთ რაიმე სხვა თანხლებ დაავადებებს, მაშინ არის ჩვეულებრივი რისკის ჯგუფები, როგორც არის გრიპი, სეზონური გრიპის დროსაც, ეს არის გულსისძავრთა დაავადებებით ავადმყოფები, სასუნთქის სისტემის ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები, შაქრიანი დიაბეტით და სხვა ასეთი ქრონიკული დაავადებით ავადმყოფები, იმუნოსუპრესიით პაციენტები, ქიმიოთერაპიაზე მყოფები, ორგანოგადანერგილები და ასე შემდეგ. და ბატონ თენგიზ, აქ მინდა კითხო, თვითონ ვირუსზე ითქვა, რომ ეს არის ისეთი ვირუსი, რომელიც თვითონ აწესებს წესებს და ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე შესაძლოა შეიცვალოს აი ეს საკუთარი წესები, თუ შეიძლება ესე ვთქვა, ან მიმართულება თვითონ ამ დაავადებამ. რამდენად რეალურია ეს და რამდენად საფრთხის შემცველია ამ თვალსაზრისით ღორის გრიპი? დავაზუსტებ და განმარტავ.
ის შტამები ვირუსის, რომელიც დღეს ცირკულირებს, ისინი ჯერჯერობით რაიმე ესეთ უცნაურობას არ ავლენენ. ჯერჯერობით კლინიკური სურათი გრიპის შემთხვევებით სოფლიოში და მათ შორის საქართველოში ჯდება იმ პროგნოზირებად კლინიკურ სურათში. პრაქტიკულად მისი კლინიკა ძალიან მცირეთი განსხვავდება სეზონური გრიპისგან, თითქმის არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამ გრიპს ახასიათებს ზოგჯერ დიარეა, ფაღარათი და გულისრევა, რაც ნაკლებად დამახასიათებელი იყო სეზონურისთვის და კიდევ ის, რომ ცოტა უფრო მაღალი სიხშირეა, ჩვენ უკვე გავაკეთეთ სტატისტიკური ანალიზი, ცოტა მაღალი სიხშირეა თანმხლები ბაქტერიული გართულებების, მაგალითად, ფილტვების ანთების თანმხლები ბაქტერიული და არაბაქტერიული ვირუსული პირველადი ფილტვების ანთების შემთხვევებით რამდენადმე უფრო ხშირია ამ გრიპის დროს, ვიდრე სეზონური დროს, რაც ექიმებმა, ვინც ამ გრიპის მართვას საწარმოებენ, უნდა გაითვალისწინონ, კერძოდ უფრო ადრე უნდა ჩართონ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ვიდრე ჩვეულებრივ მიღებულია სეზონური გრიპის დროს და უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ ანტივირუსული პრეპარატები. სხვა რაიმე სეზონური გრიპისთვის არადამახასიათებელი კლინიკური მიმდინარეობები ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის. ხოლო რაც შეეხება ამ კითხვის მეორე ნაწილს, თვითონ ვირუსი აწესებს წესებს და შესაძლოა მან გამოავლინოს ახალი სახე, აქ ცოტა სხვა რამე იგულისხმება. შესაძლოა მოხდეს ვირუსის ისეთი მუტაცია და წარმოიქმნას ისეთი შტამი, რომელსაც მართლაც ექნება უკვე ახალი თვისებები. ან რაღაც ახალი კლინიკური ნიშნები, ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა, ხო? ან გაცილებით უფრო მაღალი სიკილობა. საბედნიეროდ ჯერ ამის ნიშნები არ შეიმჩნევა. დასავლეთ ჩრდილოეთ ევროპაში, დანიაში და ნორვეგიაში 2-3 ახალი შტამი აღმოაჩინეს, მაგრამ იმ შტამების თვისებები პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა არსებული შტამებისგან. საბედნიეროდ ჯერჯერობით სერიოზული, თქვათ, ცვლილება სახეცვლილება ვირუსზე არ მოხდა. გასაგებია, რადგან ჩვენ ახლა ვთქვათ, რომ ლეტალური შედეგი ვახსენეთ, არის რამდენიმე გარდაცვლილი ამ ვირუსით, მაგრამ მე მინდა ბატონო რომ გავიმარტოთ რა იყო ამის მიზეზი, რომ ვთქვათ ის შიში რაც გაჩნდა და ერთგვარი პანიკა ადამიანებში, ვთქვათ, გაკეთდა განცხადებები, რომ დაგვიანებით მიმართეს ექიმს. ანუ რა დროს უნდა მივმართოთ, ვთქვათ, კონკრეტულ დაწესებულებებს, იგივე თქვენს ცენტრს, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ეს არის ნამდვილად ღორის გრიპი, ეს კონკრეტული რჩევები მინდა ადამიანებს მივცეთ და განმარტოთ, თქვა რა იყო იმ გარდაცვალების მიზეზები, ესე რა არის ცნობილი ოფიციალური. ორი უმთავრესი ფაქტორია ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ გარდაცვლილები იყვნენ მაღალი რისკის მქონე პირები, დაავადების ეგრეთ წოდებული მაღალი რისკის პირები, ორი მათგანი ორსული იყო და 3 ქრონიკული დაავადებებით მოავადე ადამიანები და მეორე ფაქტორი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაც, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ დროს. ასე რომ ეს ორთავე ფაქტორი უნდა გათვალისწინებული იქნას შემდგომში გართულებების აღმოჩენის შემთხვევაში ან გართულებების თავიდან აცილების მიზნით დროულად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას ექიმს და ექიმი წვეთს თუ რა ტაქტიკა, რა სტრატეგია იყოს, როგორი სტრატეგია ჩადარდეს ავტოფის მიმართ. ალბათ ასეთი ამ ფაქტორების გათვალისწინება აგვაცილებს შესაძლო გართულებებს ის რაც ყველაზე საშიშია. რა თქმა უნდა, ეს არა მარტო გრიპის დროს, ყველა დაავადების დროს მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს. მე მინდა დავამატო ბატონი შოთას დათქვამს, რომ საქართველოში ძალიან დროულად გატარდა მაქსიმალურად ადეკვატური ზომები, არც გადაჭარბებული, მაგრამ რაც საჭირო იყო ყველაფერი გაკეთდა და რომ ყველაფერი ოპტიმალურად კეთდება და ძალიან მაღალ სტანდარტებზე, ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ რა თქმა უნდა სამწუხაროა 5 გარდაცვალებული, მაგრამ თუ თქვენ შეადარებთ სოფლიო სტატისტიკას, სადაც 10,000-ზე მეტია უკვე გარდაცვალების შემთხვევები და გადაიყვანთ მოსახლეობის ერთეულზე საქართველოზე, ესე იგი, გაცილებით დაბალია ჩვენთან სიკვდილობის მაჩვენებელი. შეიძლება ითქვას სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. კარგით, ეხლა რამდენი ისიც გითხოთ რისკ ჯგუფებზე საუბრობდით, აი წეღლაცაც ვისაუბრეთ, ფეხმძიმეები წარმოადგენენ დაორსულები განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს, ძალიან ბევრს ჩემს გარშემო მათ შორის მეც სხვათა შორის მაინტერესებს როგორ უნდა გასაგებია ეს პირბადე, ვთქვათ, ხელების ხშირი ბანა, ამაზე მე მგონი მაყურებელს აღარ ჭირდება შეხსენება, უკვე ყველა მიცის რა არის ეს თავდაცვითი მექანიზმები, მაგრამ მაინც როგორ უნდა მოიქცნენ ფეხმძიმეები და დაავადების შემთხვევაში რამდენად რისკ ფაქტორს შეიცავს აი ეს ვირუსი მათთვის, იმიტომ რომ ამ წუთას იგივე ბატონშოთა თქვენ თქვით, რომ თქვათ ორი მათგანი იყო ფეხმძიმე და ხო ეს ადამიანებმა ჩვენმა საზოგადოებამ და მაყურებელმა იცის, რომ გარდაცვლილთაგან ორი იყო ფეხმძიმე. ეს იყო დაგვიანების შემთხვევაში თუ ასე დიდ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია მთელი რიგი კონტინგენტი განსაკუთრებული მაღალი რისკის მქონე პირებად და პირველ რიგში ყველგან სახელდება ორსულები, ასე რომ აქ
აქ მე მგონი გაუგებარი არაფერი არ იქნება. ხო, მაგრამ იგივე ვაქცინაციას თქვა ამ შემთხვევაში აქვს თუ არა დიდი მნიშვნელობა. უნდა აიცრან თუ არა ორსულები. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად ძალიან პირველ რიგში ორსულებს. ეს არის პრიორიტეტული. ეს რიგი ის ჯგუფები, რომლებიც ირჩევა ასაცრელად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომერ პირველ კანდიდატებად არიან ორსულები. დიდ ქვეყნებში სამედიცინო პერსონალი. საქართველოში არსებული ვაქცინა არ არის ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოსტოში ამ ეტაპზე და იყო საუბარი 2010 წლიდან შესაძლოა მომავალ წლიდან თქვა შემოვიდეს ეს ვაქცინა. რამდენად უწევთ რეკომენდაციას თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ ვაქცინას, იმიტომ იქ იყო საუბარი ყველა თავის ლაბორატორიებში დაამზადა ეს ვაქცინები ყველა ქვეყანამ და ისე გამოიყენებაო. არ ვიცი რამდენად მართებული ინფორმაცია, მაგრამ თქვენ ნაველი დაზუსტებას. ეხლა ხანს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან იყვნენ ჩვენთან ჩვენს ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალისტები და მათთან ერთად კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ ის პრიორიტეტული ჯგუფები, მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც პირველ ეტაპზე, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე უნდა აიცნენ. და ჩვენ შევთანხმდით, ერთსულოვანი იყო ჩვენი აზრი, რომ პირველ რიგში ეს იქნებიან ორსულები, იქნებიან ჩვილი ბავშვები, სამედიცინო პერსონალი და ქრონიკული დაავადებებით მოავადე ადამიანები. აი ეს ჯგუფები ალბათ პირველ რიგში აიცრებიან, როგორც კი ვაქცინა იქნება ქვეყანაში და როგორც კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს ამ ვაქცინას, ამ ვაქცინების ჯგუფს და ჩვენთან რეკომენდაციას მოგცემს, რომ ბაზრუთენგის მე მინდა კითხოთ ამავე თემაზე, ჩაგეკითხებით კიდე დამატებით. რაკნას ორსულებმა, თქვენ რომ ძალიან დავამთავრებ ამ კითხვაზე. დაგიმატებთ უბრალოდ მაგავე თემაზე შეკითხვას რაკნა და აქვე ყველა ორსულისთვის საინტერესო ალბათ რამდენად დაცულია თქვა ნაყოფი გრიპისგან თუ კი ამით დაინფიცირდება ადამიანი. დიახ, ესე იგი ორსულმა განსაკუთრებული არაფერი უნდა ქნას, უნდა ქნას ყველაფერი ის, რაც უნდა ქნას ყველა მოქალაქემ, ოღონდ სიფხიზლის უფრო მაღალი ხარისხით. თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია მიცეს თავს უფლება, რომ სუბუქი დაავადების შემთხვევაში დიდი ყურადღება არ მიაქციოს, არ მიაკითხოს ექიმს, დროზე არ დაიწყოს კვლავ და რაც არ არის ეს სწორი, მაგრამ ნუ რას იზავთ ახლა რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ. აი ორსულს ამისი მორალური უფლება არ აქვს. ორსულმა პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და განუხრელად უნდა შეასრულოს ექიმის მითითება. თუ ის დროზე მიიღებს, ორსულებს ულაპარაკოთ ენიშნებათ ანტივირუსული სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც სხვა შემთხვევაში ხან ინიშნება ხან არა სიმძიმის მიხედვით. დიახ, რელენზა და ტამიფლუ ორივე, ესე იგი თუ ორსული დროულად მიმართავს ექიმს და დროულად დაეწყება მას ანტივირუსული მკურნალობა, ნაყოფს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესანიშნავი მაგალითი არის ის, რომ მაშინაც კი, როდესაც სამწუხაროდ ორსულები გარდაიცვალნენ გვიან მომართვის გამო, საკეისრო კვეთით ნაყოფი ჩამოღებული და ნაყოფი გადარჩა. და მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, ვიცი რომ დრო შეზღუდულია და ერთ მნიშვნელოვანი საკითხით მინდა მიმართო ჩემს კოლეგებს, ექიმებს პირველ რიგში და მოსახლეობასაც, ვინც ზოგი თვითნებურად იღებს წამალს. ასე იგი ძალიან ხშირად გამოიყენება ფართედ გრიპის დროს გარდა სპეციფიკური მკურნალობისა, ეგრეთ წოდებული სიცხის დამწევის საშუალებები. კი ბატონო, უნდა გამოიყენოთ, მაგრამ კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს აი ამ სიცხის დამწევი საშუალებების ასორტიმენტიდან ასპირინი და ასპირინის შემცველი პრეპარატები. იმიტომ რომ ექიმების დიდმა ნაწილმა უკვე ეს იცის, მათ ტრეინინგი ჩაუტარდათ, მაგრამ შეიძლება ყველამ არ იცის. ხო, იგივე მოსახლეობა თვით შემოქმედებას მიმართავს ხოლმე. 18 წლამდე ასაკის პირებში განსაკუთრებით და ნაკლები ალბათობით უფროსი ასაკის პირებშიც ასპირინი გამოყენება ამ გრიპის დროს ძალიან მაღალი სიხშირით იწვევს ძალიან მძიმე გართულებას, რომელიც ცნობილია ეგრეთ წოდებული რეის სინდრომის სახელით. ეს არის ენცეფალოპათია, თავის ტვინის შეშუპება, კრუნჩხები, ღვიძლის უკმარისობა, ხშირად ძიმე შედეგით. ამიტომ ასპირინის პრეპარატები უნდა გამოირიცხოს. ხო, ძალიან კარგი, მოსაკვეთ საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ მაყურებელს. და ბატონო შევთავაზე, მინდა კითხოთ, რამდენად მოსალოდნელია 2010 წლიდან, ანუ ერთია რომ შესაძლოა ხა დაღმასვლა დაიწყოს ამ პიკზე, თქვა ამ ვირუსმა, იგივე იანვრის ბოლოსკენ, მაგრამ საუბრობენ რომ გაზაფხულზე ელოდებიან მეორე და უფრო ძლიერ ტალღას. შესაძლოა რომ განმეორდეს, თქვა ესეთი ეპიდემიური თუ პანდემიური შემოტევა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამის მაგალითები არის ევროპაში, ევროპულ ქვეყნებში. პანდემიების დროს, აი ესეთი მასიური გავრცელების დროს და ჩვენთანაც სეზონური გრიპების დროს, ასე ვთქვათ, იყო მეორე ტალღა, განმეორებითი ტალღები, მაგრამ როგორც წესი, ეს განმეორებითი ტალღები არის ხოლმე უფრო ნაკლები ძალის და ნაკლები სიხშირის, ნაკლები დიახ.
მოცულობის ნაკლები და ასე შემდგომ. ასე რომ ეს არ იქნება უჩვეულო არც ის მეორე ტალღა თუ იქნება, მაგრამ ჩვენ ამას გადავივლით ალბათ ნორმალურად, კარგად ყველა პირობა შექმნილი ამ ქვეყანაში. ამ წუთში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემა მუშაობს გამართულად, ორგანიზებულად, ჯერჯერობით აი მე ვიცი თქვენ კითხვას დამისვათ ვართ თუ არა ეპიდემიის ფაზაში და ასე შემდგომ ჯერჯერობით არა ვართ, თუნდაც იმიტომ რომ ჯანდაცვის სისტემა შესანიშნავად პასუხობს იმ ყველა გამოწვევას, რაც ახლა არის. კარანტინის გამოცხადება მსგავსი ზომები ისაღები არ არის. ჯერჯერობით მას ძალუც რომ გასცეს პასუხი ყველა მე ხედულობაში მაგახშ მომატებული მიმართვები ჯანდაცვის პირველად გოლებში, სტაციონარებში და ასე შემდგომ ბატონი თენგიზი აგერ ყველაზე კარგად გვეტყვის თუ როგორი დატვირთვა ახლა და არსად არ არის ესე თქვათ მექანიზმი მუშაობს ნორმალურად. არის ანტივირუსული პრეპარატების შესანიშნავი მარაგი, მე ვიტყვი რომ 5%-იც არ არის გამოყენებული იმ პრეპარატებისა ახლა, რომელიც მანამდე იქნა ამის შესახებ, იზრუნეს ამისთვის, ჯანდაცვას აქვს, ექიმები ყავს მომზადებული ჯანდაცვის სისტემას, აი ბატონი თენგიზი თავად ხელმძღვანელობს ექიმების ტრენინგს და განმეორებით მოხდა გადამზადება სპეციალისტებისა, მუშაობს პირველადი ჯანდაცვა, სტაციონარები დატვირთვით, მაგრამ მუშაობენ. ასე რომ მეორე ტალღისაც არ გვეშინია თუ ვიქნებით ერთადერთი ქართულებების თავიდან ასაცილებლად მიმართოთ ექიმს სამედიცინო დაწესებულება. ამ ხრამდე რისკიანია ბატონო თენგიზ თავშეყრის ადგილები ახალი წელი მოდის და უბრალოდ იმიტომ ვკითხულობ და მოვერიდო თავშეყრის ადგილებს თუ მაინც ვიზა იმდეს ახალი წელი შეიცავს, მაგრამ პრაქტიკულად ესე იგი გრიპის ეპიდემიების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზომიერად თავი უნდა შევიკავოთ აი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე არააუცილებელი შეკრებებისგან, ასე ვიტყვით, მაგრამ არც გადაჭარბებული მორიდება არ არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაც ტრადიციული და ყველასთვის ასამახსოვრებელი შეკრებები და რაღაც ამისთვის ჩავშალოთ ან გავაუქმოთ, არავითარ შემთხვევაში არ არის საჭირო. იმიტომ რომ ჯერ ერთი ვთქვათ, არსებობს დაცვის მექანიზმები, ესეთი პირადი უსაფრთხოების დაცვის, მეორე ესე იგი, თუ ბოლოს და ბოლოს ეს გრიპი დაგვემართა არაფერი განსაკუთრებული საფრთხე არ არის და რამოდენიმე დღეში იმორჩება და მესამე, არავინ არ იცის მაინც სად დაგემართება და სად გადაგედება, ამიტომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, რა თქმა უნდა, თუ საჭირო არ არის, ზედმეტად არ უნდა წავიდეთ, მაგრამ საჭირო შემთხვევაში უარი არ უნდა ვთქვათ. გასაგებია და ბოლო კითხვა და მოკლე პასუხი მინდა ორივე სტუმრისგან თუ შეიძლება და ჩვენ დრამატურულია გაჟღერდა ახალი ქათმის გრიპი, ღორის გრიპი და ხა თხის გრიპი ნიდერლანდებში და იქ არის ამაზე საუბარი მოკლე და ახალი პანიკის საფუძველი გაჩნდა. თუ შეიძლება რომ განმარტოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეკავს ამაზე, ესე იგი მართლაც გაჟღერდა და ჰოლანდიაში დაფიქსირებულია ამ ეგრეთ წოდებული თხის გრიპის 2300-ზე მეტი შემთხვევა და 6 სასიკვდილო შედეგით დამთავრდა. მინდა ცალსახად განმარტო. ეს სახელწოდება თამაშია, სიტყვათა თამაში თხის გრიპი. ეს არ არის გრიპი, არავითარი კავშირი არ აქვს გრიპთან და მით უმეტეს ღორის გრიპთან. ეს არის სულ სხვა დაავადება, ეს არის ეგრეთ წოდებული კუცხელება, რომელსაც იწვევს სულ სხვა გამომწვევი, არა ვირუსი, კოქსიელა ბურნეტი, რომელიც ანუ უშუალოდ ხისგან გადაედება ადამიანს. ხისგან და ესეთი წვრილი, თქვათ, ცხოველების არის ამის რეზერვუარი და მისგან ხდება ადამიანებზე გადაცემა და ეს თითქმის მთელ სოფლიოში გავრცელებული ეს დაავადება და ალაგ-ალაგ მუდამ არის ამის კერები, უბრალოდ ჰოლანდიაში ამან ერთგვარი აფეთქების სახე მიიღო. ანუ ამის საფრთხე საქართველოში არ არსებობს. არ არსებობს ამის საფრთხე და რასთვარი ეს გრიპი არ არის, ეს ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც სულ სხვა მკურნალობა აქვს და სულ სხვა მართვა აქვს. ეს გრიპი არ არის. ვირუსული ინფექცია არ არის, ეს არის რიკეციები ეგრეთ წოდებული, რომლებიც იწვევენ ამ დაავადებას. სულ სხვა ეტიოლოგიის, სულ სხვა დაავადება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. შემსწორებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მაყურებელს კი ვუსურვო, რომ არ დაინფიცირდეს მაინც. გასაგებია, რომ ეს არ არის ისეთი, თქვა, ძალიან მძიმე დაავადება და დროულად უნდა მიმართოთ ექიმს, მაგრამ მე ყველას გისურვებთ, რომ ჯანმრთელები შევხვდეთ ახალ წელს თქვენც და ჩვენი მაყურებელი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს 2009 წელს კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა.